იუ იქი რა ბიჭო ეს არავის არ ყავს ნაცემი იმხო და მე მინდა ვიცემო ხალხს უყვარხარ ლევან შენ ეგეც არის შენ ჯერ ლოგოპედთან წადი გაასწორე და მერე დაგვცინე 1-2 დიპსტეიტი როგორ დავიწყოთ გამარჯობა ეს არის ჩვენი პოდკასტის ეკლექტიკის მეორე ეპიზოდი და მე არ ვარ თაკო და ეს არის ლევანი გამარჯობა ეს ერთხელ უკვე დავიწყე მაგრამ ის ხო არ გავადა ვერ გავა იმიტომ რომ ჩვენ არ ვჩვენდით ხო ესეთი სპონტანური იყო უბრალოდ ერთი კვირის წინაც თქვი ესეთი ფრაზა და ეხლაც გავიმეორე მოკლედ ძალიან მარტივად დავიწყოთ ვნახოთ თაკომ რა საჭმელი მომიმზადა სნეკეული და თაკომას ნახოს რა მომიმზადა და თან შევჭამთ და ვიჭურავებთ ოკეი აჯაშენ ვაიმე რა სუნია თავს მოვიკლავ თვითონ მოჯონდი ვაიმე ძაცუდი სული აქვს ცხელა და ხო არ გაფუჭდა და კოვზით როგორ ვჭამო რა ვქნა არ იყო ჩანგალი მიშველეთ ისე არ დათხოვარო ვეცდები ეს არის M&M-ი თევზი ორაგული ვაშლი და ნუტელა დესერტად და წვენი აქვს შემდგარი და ის M&M-ს ფერი გაუვიდა და საშიელი სული აქვს ჩაგალი ბაი ჩაგედო რა არის იმედია ხედავთ კოვზით უფრო მარტივად შეჭამ კაი დიდი მადლობა ეხა შენახე მე რა გენდერი რაღაც მოგიმზადე ამას ვერ შევჭამ ხო ფუფლო ვარ რაღაც ეპიზოდის მერ დავასვენოთ გუჭი და მიდი ფორმატი შევცვალოთ სპონსორი გამოჩნდით რომ აქ წესი რაღაც ჩავდოს თორე შეიძლება ავკოცდეთ ნუ სვედროთი მიდავს ძალიან ლამაზია ეს არის თქვი რა არის მე აქ ვხედავ თუ თქვენც ხედავთ ეს არის პასტა მაკარონი ანაკომი ეხა პასტა რა ის სპაგეტი ბურბუშელები ვაიმე და ეს მარშმელოუა ხო სპაგეტი ისა ანაკომი მარშმელოუ და M&M-ს ოღონდ უფრო ბიუჯეტური ვერსია ის შენ რა თქვი რა არისო ეს ბონი ალბათ ბონი თევსთან ერთად არ ვიცოდი კიდე თუ იყიდებოდა მაგრამ აი ხო მსოფლიოს შორის ნახე როგორ გაუჯდა ხო რო ფერი გადადის ამას რატო არ აქვს სუნელები სუნელები იმიტომ არ აქვს რომ მე გაგიკეთე ანაკომის პლოვი თუ იმედი არ მოკვდები ტკბილი ფლავი რა მოგყავს ანაკომია არა ანაკომი არა ეს ხო მარშმელოუს რა გააფუჭებს მე რა ვიცი რა გააფუჭებს თევზი ყარს და კაი ჯერ გავსინჯავ და მე რა ვილაპარაკოთ ორაგული გააფუჭა მე მგონი გობთონ ჭამთხოვ თორემ უხარგული სიჩუმეა ეს ძალიან გიბრელია ხა მე მაქვს შენთან ესეთი კითხვა რა არის შენი Roman Empire ანუ რომის იმპერია ხო იცით რომ მოსახლეობის 60% თუ 70% ყოველდღიურად ფიქრობს რომის იმპერიაზე ხო შორის მოსახლეობის არა კაცები თურმე ტრენდი წამოვიდა იქიდან რომ ქალებმა კითხეს ავით კაც პარტნიორებს რომ აი ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობთ ეგ კითხოს ერთ არ ვიცი რატო დაუსვეს მე მგონი ეგონათ რომ მეტყოდნენ რომ შენზე ფიქრობ საყვარელა მაგრამ მე თმოუთხრეს რომ თუ არა პირდაპირ რომზე ხო არ კითხეს არ მახსოვს მაგრამ აი კაცებთან მიმართებით იყო რომ კაცების უმეტესობა თურმე ეს ვაშლია ვაშლატამა ეს კაი იქნება მაგრამ თევზეიდო მაპატი მგონი საფრთხის ხელსაწყინდებით უნდა დავუმატოთ შემდეგ ეპიზოდში. ვაიმე, პერიოდულად ძალიან ცუდი სულმოდის შენგან. თორე ჩემსაც საერთოდ. შენ რომის იმპერია თქვი? ხო, ჩემი რომის იმპერია. ხო, ჩემი რომის იმპერია რა არის? ვიცი რაც არის. ესე იგი, ჩემი რომის იმპერია ეგეთი რაღაც ხო არის, რომ ხშირად ფიქრობ, პერიოდულად გახსენდება, ალბათ რენდომ ან რაღაც ეგეთი და დიდად ლოგიკაც არ აქვს. ჩემი ეგეთი არის, ძალიან ცუდად თუ კარგად თუ რაღაცნაირად მახსოვს, რომ სკოლაში, ჩემს კლასელს, ჩემმა ქართულის მასწავლებელმა ერთხელ იღება კარები, შემოდის რაღაცნაირი აგრესიული, კი არა და ახშფოთებული და შეშფოთებული, რომ ესო შენ დაწერეო, რაღაცა ესეზე იყო საუბარი, სადაც ჩვენ დროს ესები ესე იწერებოდა, რომ რაღაცა არგუმენტზე მინიმუმ 3 უბრალოდ რაღაც თეზისზე რაღაც 3 არგუმენტი მაინც უნდა დაგეწერა, რომ შენ დაეწერეთ და ჩაგთვლოდა, რომ იმუშავიან რაღაც ეგეთი და მოკლედ ამბოშმა ეს დაწერა და მასწავლებელი ეთქვა იმაზე, რომ ესო შენ ესე რომ ფიქრობ, ესო ჩემი შეურაცხყოფაა. და რა ეწერა?
საუბარი იყო მის შელოცვალ რადიოთი და რაღაცა ამერიკანიზაცია თუ რა თვითონ აზრი კი არ არის ის რომ რაღაცა ერთი იყო სწორი ან მეორე არასწორი, უბრალოდ ქართული ლიტერატურის მასწავლებელს აი ქართული ლიტერატურის მასწავლებელი, რომელიც არ ვიცი, ლიტერატურასთან, რაღაც აზროვნებასთან, სხვადასხვა შეხედულებები და აი რა ვიცი, ესე წარმომიდგენია ყოველ შემთხვევაში დღეს ეგრე უნდა ხდებოდეს და ქალმა გაუჭედა იმაზე, რომ შენ ესე რო ფიქრობ, ესო ჩემი შეურაცხყოფაა. ამჯერ მშობელს არ აქვს უფლება, რომ მისი შვილი სხვანაირად რო ფიქრობდეს, ეგეთი რაღაც უთხრას და ქართულის მასწავლებელი საერთოდ წინა დადება, რომ ჩემგან განსხვავებული საერთოდ სხვა ადამიანი რაღაცას რო ფიქრობს, ეს არის მისი შეურაცხყოფა. და მაგაზე რატომ ეფიქრება, იცი რომ ანუ ეგ ერთი შემთხვევა იყო, მაგრამ სინამდვილეში ეგეთი მასწავლებლები იყვნენ ძალიან ბევრი ჩემ დროს მით უმეტეს სკოლებში, ალბათ ეხლაც ეგრე არის. თუ გავითვალისწინებთ კვლევებს და ბავშვების შედეგებს. ნამდვილად ეგრეა და აი როგორ გადავრჩი, როცა 12 წელი აი ამ სისტემის ნაწილი ვიყავი. აი სულ მეფიქრება, რომ აი სულ ეს მესმოდა, რომ აი როგორც ის იყო მართალი იმას ქონდა სწორი აზრი, სხვა განსხვავებული აზრი არ უნდა გქონოდა და ასე შემდეგ და აი მაგის მერე ჩემ თავს ფეხზე ვუდგები სარკეში რო ვუყურებ. მე ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა. ჩემი რომის იმპერია უფრო ფანია. ეხლა შენ ჭამები არ გავჩერებულ ვარ სულად ვარ. სადაც ცალსაკე მეჭამა, მაგრამ აი ზღვა მე მყავდა ქართულის მასწავლებელი მე 5-6 კლასში, აი საოცარი მართლა კარგი. 2 წელში ბუასტარი. ხო, აი მე 2 წელში წერა კითხვა, აზროვნება, რაღაც ლოგიკური მსჯელობა, აი ყველაფერი მაგ 2 წელში მოვასწარე. ჩემი რომის იმპერია ხალხო არის. არ ვიცი ეს ბიჭი პიროვნულათი და არ ვიცი რა, ვიცი რომ იუთუბერია და იმედია რაღაცა რაღი არ აიწევა, მაგრამ აი ადამიანი რო აი ძალიან ხშირად მეკითხება მაგაზე რომ მე თვითონ მიყვარს დალევა და გართობა და ბარები და მეგობრები და რაღაც ძალიან და დღესაც ხოშურის ეგეთი სტუმარი აბარჩეთ, ვისაც იგივე უყვარს. მაგრამ სანამ სტუმარი მოვა, რაღაცებზე ჩვენ ვილაპარაკებთ და ერთ-ერთი ბიდა რო ის იყოს. ადამიანი გასართობად რომ მიდის დასალევად, რატის ბარში რატოა წავიდეს? აი რო აბა რო არ იცი რომ მიხვა გასართობად რომ მიდიხარ თუ ექსტრემალი არ ხარ იქ რა კიდე იმიტომ რომ რო შეხვა შეიძლება ვეღარ გამოხვიდე საკაცით გამოგიყვანენ ან კუბოთი პირდაპირ კატაფალკავდა მოგიყენონ ანუ რატის ბაში გასართობად რანაირად დადიან ან რა კატეგორიის ხალხი დადის რომ თვეში ერთხელ რაღაც სასჯელობები ისმის მაგაზე ხა თვეში ერთხელ განჭარბულია მაგრამ ხო ბევრი უცნაური რა ხომ მოკლეს ის ბავშვი ერთი მარტო ხო დაჭრები და აგურების რტყმა და მთელი ამბები ეს რასაც ვიგებთ და რასაც არ ვიგებთ ხო ეგეც ან ყოლობას გაიგებ მაგრამ ისეთი რამდენი ჩხუბი ხდება სავარაუდოდ რა ჩემ ყურამდე არ მოდის არ მაქვს მაგაზე პასუხი სულ მეფიქრება ანუ სულ ძალიან ხშირად მეფიქრება მაგრამ რომის იმპერიაზე არ ვფიქრობ მაგაზე ვფიქრობ იმიტომ რომ რაღაცა სულ მიყვეს აი მანდ გასართობად რა გინდა როცა შეიძლება დაგკლან და კიდე ერთი რაღაცა ეგეთი ჭამე სულ ესე მატყუებ სულ ესე რა მეორე ეპიზოდია და მეორე ჯერ ჭამ სულ და ის კიდე მთელი ცხოვრება ეს მესამე ეპიზოდია უბრალოდ მეორე გამოდგა იმიტომ რომ პირველი დახარვა ეს და ჩვენ ხო ყველაფერს შევენ თუ აკეთებთ ოპერატორი აპერატორი და სტილი ძალიან ხო არ ვტერი ვამაყობ ფონის დიზაინერები ინტროს რეჟისორები აქ ოპერატორები მემონტაჟეები და ესე რა ქვია წამყვანები და ეს რა გაძრო ყველაფერი ჩვენ ვართ შოკოლადი ფერი გაძრო ძალიან ცუდი რა ტკბილი მაკარონის გემო იქნება ჩემი აზრით. ცუდი არ არის, მაგრამ არაფრის გემო არ აქვს. იმიტომ რომ ჩამეყარა შენ სოკო და ქათამი და მე რეკრებოდა ის რა არის რა მომითრიე. ცალსაკე ვჭამე, მაგრამ მაინც აზერილია ერთ პარეთში. ორაგული გემრიელი არისო? ცალკე კი, მაგრამ ტკბილი იყო შოკოლადით. Sorry. მოდი ვილაპარაკოთ შენთვის უფრო, მაგრამ ჩემთვისაც ტკივნეულ თემაზე, იმიტომ რომ შენ უფრო გიყვარს ვიდრე მე. თუ შემჩნეთ მეგობრებო, ბოლო წლებია, რომ ნაყინს გემო საერთოდ აღარ აქვს, რომელიც მე დიდად არ მოყვარს, იმიტომ რომ ტკბილი არ მოყვარს, მეჩვენე თევზი ვჭამო ბონიბონის გარეშე. მაგრამ თაკოს არ მოყვარს, მაგრამ ხანდახან ბეს ვჭამ რა. გემო აქვს. მე ჩემი საყვარელი დესერტია ნაყინი. ვგიჟდები უბრალოდ, აი შემიძლია რომ ძალიან ბევრი ვჭამო. სანამ ცუდად არ გავხდები ყელის ამბავში ვიძახი, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს რაღაცა ჩემი ყელი არ არის მოწოდების სიმაღლეზე და მარტივად ტონზილიტი გვაქვს. ეს დიაგნოზი ჩემთვის არავის დაუსვამს, მაგრამ კარგი. მქონდეს ქრონიკული რაღაც. ძალიან მიყვარს და ანუ აქამდე ყოველ შემთხვევაში ესე იყო, რომ ყოველ წელს მაინც მქონდა რაღაც ახალ ნაყინს აღმოაჩენდი, რომელიც იყიდება ქსელურ სუპერმარკეტებში და შემიძლია რომ ავაყოლო ხელს და ჭამო და ასე შემდეგ. მაგრამ ყოველ წელს ძალიან
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან ბევრი იყოს, გემოზე რომ მომეწონოს და შემიყვარდეს და შევჯდე, ეგეთი ნაყინი სამწუხაროდ ნაკლები და ნაკლები. Ესე სერიოზულად ნაყინზე რატო ვსაუბრობ, არ ვიცი, მაგრამ ალბათ ყველაფერი ეგრე არის წლების განმავლობაში, რაც მიყვარდა, ნელ-ნელა ქრება. ხო, მე რა ნაყინებიც მიყვარდა, ისინი ჯერ გაქრა, მე დაბრუნდა, მაგრამ რო დაბრუნდა აღარ ვარგო და მაგალითად გურჯაანის ნაყინის ჯოკერი რო იყო გახსოვს ჩემ ბავშვობაში. საოცრება, ეხაც ხო არის. ეხაც არის კი. გრის გებო აქ? აღარ მახსოვს, არ მიყიდე. ყველგან არის კიდე. არა, არაფერს გემო რა. არა, უგემური არა. აი ნაყინმა დაკარგა გემო, ანუ სკინტლის გემო რო გეტყო. სკინტლის გემო რო გქონდეს რაღა უჭერს, რაღაცა blue cheese-ის ვარიანტი. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ეს საუბარი არ არის სანაყინეები და ეს თაც მიხვალ დაჯდები და უგემრიელის ნაყინს შეჭამ. ეგეთი ადგილებიც გვაქვს, მაგრამ ძალიან ბევრი არ არის და მე როგორც მე ერთხელ მიყვარს ფისტის ნაყინი და მარტო ეგ მახსენდება ეხლა და დიდად ის სანაყინებში არ დავდივარ, იმიტომ რომ არ ვგიშდები ხო. აუ მე მახსოვს შაშან ზაფხულს ერთ-ერთ სანაყინეში ვიყიდე ორ განსხვავებულ ფილიალში რა. სახელსაც არ ვიტყვი რავი, ტარტუფო ქვია მე მგონი და თხილით არის. შოკოლადი თხილით არის და აი უგემრიელესი, მაგრამ აი ვიხდი რაღაცა 7 ლარს თუ რაღაცას და შეიძლება რომ ორი თხილი ამოვიდეს შიგნით. ეს ნორმალურია? გამეცით პასუხი. უყარა ხო და კაკალი. ხო თან ვეუბნებ რომ იქნებ თხილებით შემიყოლოთ გოგონა. კი, აი ძალიან ისე მომიგდო და რამდენი უბრება შეესწავით. ხო, მაგრამ რა ვიცი, ხა შოკოლადის ნაყინს ავიღებ მაშინ, მაგიტომ მინდა რომ თხილით მივაყოლო, ხო? და ორი ცალი რო არის, ხელა მაშინ როგორ გავაწურინო ორ ცალს. კარგი, ნაყინებს დავასრულოთ და მე და თაკოზე გეტყვით, რომ ჩვენ ვართ ძალიან ინი და იანი ერთ საკითხში, ბევრში, მაგრამ ერთში განსაკუთრებით, რომ მე ვგიჟდები ზამთარზე და ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებსაც ზაფხული უყვართ და თაკო პირიქით და მოდი მითხარი, რა ნამუსით შეგიძლია ამ სიცხის ატარა, რაც ეხლა ხდება და მე რომ შეიძლება გარდაგვიცვალო ამის გამო. ზაფხული მერჩევნია ზამთარს, მაგაზე მაჭერ ხო ეხლა რატომ მერჩევნია? რა ვიცი, ხა ძალიან ბევრი მიზეზის გამო, მე უკვე დიდი გოგო ვარ, შენც მალე დიდი ბიჭი იქნები და მიხვდები რომ კომუნალურების ამბავში ძალიან კარგი და მომგებიანი არის ზაფხული. ნუ კონდიციონერს თუ არ ჩავთვლით, პრინციპში დიდად რა თვითონ არ იხდის? ანუ ძალიან იცი ხარ. ვიცი კი. ხო არ ვიხდი. მაგრამ ვიცი ხდის იმაზე ნერვიულობ, ხო, იმიტომ რომ ემპათიური ადამიანი ვარ და საკუთარი ოჯახის წევრებს ძალიან ვუფრთხილდები. ჯერ ეს ერთი, მაგრამ თავარი ამბავი არის ის, რომ ზაფხული რომ მოდის, ან გაზაფხულიდან იწყება ეს პერიოდი, რომ აი ცხოვრება მიხარია. არც დილით ადგრე ადგომა არ მეზარება, არც მუშაობა არ მეზარება, არაფერი არ მეზარება, იმიტომ რომ ვიცი რომ რაღაცა გარეთ გავალ, მზეს დავინახავ, გავბედნიერდები, რაღაცა ენერგიას ვიღებ მოკლედ აი სინათლისგან და სითბოსგან. სამაგირო ზაფხულში ოფლიანდები, ბევრი მწერია და რაც არ უნდა გაიხედო, მაინც გცხელა. ზამთარში შეგვიძლია რაღაცები ჩაიცვო და გათბე და ზაფხულში ეგ გამორიცხულია გარეთ, რომ რაც არ უნდა გაიძრო 25-40 გრადუსში, მაინც ჩასიარგა გვერდსად ვერ წახვალ. კი, ეგეც არის, მაგრამ მაინც ზაფხული მერჩევნია, მაგრამ ზაფხული მერჩევნია, თან ზაფხული დასვენებასთან ხო ასოცირდება და ნუ სადმე წავალ მეგობრებთან ერთად გავერთობიან ასე შემდეგ. ზოგადად, რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ მოგზაურობაზე არასდროს არ ვამბობ უარს, როცა შესაძლებლობა არის, განსაკუთრებით კარგ ადამიანებთან ერთად, და ზღვა მიყვარს, თას ზღვა მერჩევნია, ჭუმბალაობა. ნუ დიდად ეხა რუჯი და რაღაცებს მიჭირს დიდხანს მზეზე ყოფნა, მაგრამ რამშობ აქ მაგასაც გაუძლებ, ყველაფერს გაუძლებ ადამიანი და ბათუმი მიყვარს ზაფხულში. ყოველ შემთხვევაში მიყვარდა. წელს როგორ გეყვარება ძალიან მაინტერესებს ვალერი ბელაძე რო ხო და აი ეგ უნდა მეთქვა რომ მიუხედავად იმისა რომ აი ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რუსი არის ბათუმში, მაინც ჩავდიოდი. მაგის გარდა კიდევ სხვა მიზეზები იყო, მეკოპრის გამოც და მავიცი ერთად რო ვიყავით მაგის გამოც და წელს პირველად დავფიქრდი რომ ხო არ გადამეფიქრებინა მეთქი, ანუ ხა დასვენებას წელს ვინაპირებს წესიერს არ ვიცი, მაგრამ რადგან ძალიან მძიმე წელი იყო, აი რამდენიმე დღით მაინც რო განიავდე რა მაგ ამბავში. მაგრამ ეხლა მე ვიფიქრე რომ ჩავედი ბათუმში და ვხედავ რომ ბულვარში გამოყრილები არიან ეს გაუკვეველი ხალხი, უბრალოდ ძალიან გარკვეული. და რაღაც რუსულ სიმღერებს მღერიან, აგუწინებს და ვიღაცებს. ეხლა ეს გადავიდა. ან ხო, ძალიან ეგ დასვენება არ იქნება, ეგ იქნება ნერვების მშოა, რომ ახსენდება, რომ ეგენი გულაობენ და მზია ამაღლობელი ციხეშია. იმიტომ რომ ვიღაცას ლოყა აუწითლა.
ხო, ანუ ამდენი რეჟიმის პატიმარი ციხეშია და ბათუმში ტანცი მანცებს და ჩუნგა-ჩანგას აწვევია რუსები და რუსეთუმე ქართველები. ხო და კიდე ერთი ბიზნესი რატო ბეზიზღება ზაფთარი, საზაფხული. რატო? წელს უკვე ბაგიტო. ანუ იმიტომ რომ თბილისის პერბათუმია ჩემი საყვარელი ქალაქი, ანუ ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით ძველი ბათუმი ხა ის რაღაცა დუბაის იმას რომ დაამსგავსეს პატენტკას ეგ ნაწილი მაგას არ ვაღიარებ. მაგეთ იყვნენ თუნდაც რუსები, არ უნდა იყვნენ საერთოდ რატომ უნდა იყვნენ, მაგრამ მაგეთკენ არ ხვდები მე რა. მე რო სადღაც ჩავდივარ სამგზავროდ რომ მივდივარ, ან რა ვიცი ქართველი ემიგრანტები სადღაც რო ცხოვრობენ, არ ამგონია რომ ესე აი ისე ექსევიან როგორც ეგენი. ხო, საკუთარ სახლში არ არიან და ვიღაცა უნდა აგრძნობინოს რომ არ არიან. ეს არ არის მაგათი სახლი, მაგათი ქალაქი არ არის, მაგრამ იმდენი არიან უკვე და როგორც მივხვდი მასპინძლობაც ისეთი იყო, ანუ მესმის რომ კარგი მასპინძლები ვართ, მაგრამ არსებობს რაღაც ღირსება, სადაც გადის წითელი ხაზი, რომ სტუმართმოყვარეობასა და მტერსა და მოყვარის შორის გარჩევა უნდა ვიცოდეთ. სტუმართმოყვარეობა მხოლოდ მოყურების მიმართ უნდა გამოირჩინო, მტრის მიმართ არა. სიტყვაც გეუბნება. თან აი რა უკვე თან ეს საფული რო არის ამგვარი გარეთ გამოვიდნენ თუ რაღაცა ეგეთი რაღაცა და აი ყოველი ვიკენდზე შეიძლება რომ რაღაც ვიდეო ისაუნდი რო აიცი ამას ბევრ აიცის აქციაზე ბავშვი დედაურეკავს და წამოდი ზომბები მოდიან აი ხდება ახლა რუსეთში რობოკოპების დასო ზომბები არის რუსები ბათუმში ხო აი ვიკენდი არ გავა რომ რაღაც საოცარი ვიდეოები არ გავრცელდეს ბათუმში წინები და ვიღაცები ზამფირას რა უჭირს მაგრამ რუსია კი რატო რა უჭირს ბერე რუსია მაგრამ ეგ ხალი მგონი თვითონ იდევნებოდა პუტინის მიერ და არ მაინტერესებს ხო და ეს აგუტინის ხარჯება ხსენა ცოცხალი აკულარია თუ ვინ არის საერთოდ მაგრამ ესე მახსოვს რომ ეგ რუსული შოუ ბიზნესის ნაწილია თუ თავარი ვიღაცა. მე მინდოდა ზამთრის უპირატესობების თქვა და თაკო ბარბაცა და ზამთრის უპირატესობები არ გააჩნია. ზამთარს გააჩნია ძალიან დიდი უპირატესობები. მინდა რომ დავიძინო და აღარ გავიგო. ერთადერთი რაც არ მიყვარს ის არის რომ მე სხვა მიყვარს ძალიან მეც და მთას მირჩევნია, თუმცა ზამთარში თა მიყვარს. არა სხვაც მიყვარს ზამთარში, დეკემბერში ვარ ნამყოფი ბათუმში არა ერთხელ და ძალიან კარგია. თან თბილი ამიტები დავემთხვა. ხო და ზამთარში კარგად გძინავს, ტანსაცმლის მრავალფეროვნება გაქვს, გოგოებს ეგ ზაფხულშიც გაქვთ და ბიჭებს ერთი ბაიკა უნდა გვეცვას და ბაისური უნდა გვეცვას და ვსო და მორჩა. ყველაფერი რუსულად თქვი. და ზამთარში ტანსაცმლის მრავალფეროვნება, კარგი მრიალად მძინავს. ბუდიში და პარტნიორთან ურთიერთობა უფრო კომფორტულია რომ გიესურა მელაშვილი. არ ეწეპები ვიღაცას. ხო, ზაფხულში არავინ არ უნდა გამეკაროს ვერ ვიდან. ეგ შესაძლებელი პერიოდი. და ასკეზა. ვინახტებით, ნუ მიახტებით. და მოკლედ ბეროდ უკეთესია მწერები არ არის, ქუჩაში ბავშვები არ ჭყიპინებენ, ბავშვები ბაპატიეთ, მაგრამ ჩემს უბანში ძალიან ბევრი ბავშვი წყოს უპირატესობა ჩემრაცავია და ძალიან ხმაურია ზაფხულში ყველა გარეთ. თამე კერძო სახში ცხოვრობ, იტალიური ეზოსავით არის, იმ სახში უმეტესობები ცხოვრობენ და ძალიან ხმაურობენ. ძალიან. გესმიშები? არ მისმის ზაფხული ჯობია მაგყოფს. ანუ მე მზე მიყვარს მზისგან მიყვარს ოღონდ ზამთარში მაგრამ ხარ ზამთრის ადამიანი და ღამის ადამიანი და ჩემთვის ზამთარი არის ღამე და ზაფხული არის დღე და მე დღე მიყვარს მე მიყვარს დღე ოღონდ დღის ბოლო ცოტა შეუბრალდება 6 საათზე რო ბრუნდება ეგ ნამდვილად არ მომწონს ზამთარში ხო მაგრამ მზე ზამთარში პერიოდ უფრო სასიამოვნოა ჩემთვის თერმონატრებული როა და უცებ რო გამოანათებს და გაგიხარდება ვიდრე ზაფხულში ზაფხულში მზეზე ვერ სტატკები. თუ დაწვევი უფრო. რუჯზე არ წვები, ხო და წყალი არ გახახლოს ისე. შენ წყალიც არ გიყვარს, ხო? წყალი მიყვარს, ამდენად შებიძლია. რო არ დავიქრჩო, იმდენად მიყვარს. მიყვარს, ლევას აქვს თავისი ცურვის სტილი. შეიძლება მოყვე? ლევას ყველაფერში თავისი სტილი აქვს და მათ შორის ცურვაში და მე ამ ცურვის სტილს შევარქვი მენეჯერული. აი მენეჯერები როგორც დადიან ოფისებში, აი ეგრეთ ცურავს. არას გულს. თავაწეული და მედიტორი, რომ აი საქმიანად. ან ცურვის დროს ხო ისვენებ ან რაღაცა, მაგრამ ეს ჩემს მნიშვნელოვანია მაგ დროს როგორ გამოვიყურები, სასაცილო ხო არ ვარ ევიტარ. ხარ. მე მგონი უარეს ვაკეთებ. ეგრე რო ცურავ ხარ. ხო, ეხლა მაგითო მიყურებს ხოლმე ყველა. მე კიდევ მგონი რომ ხალხს მოვწონვარ და მაგითო მაშტერდებია. არა, ხალხს უყვარ ხარ ლევან შენ. ეგეც არის. კაი. შოუ ბიზნესი გამახსენდა ახლა რუსებზე და აგუტინებზე. და მახსოვს ეგ დრო, როცა აი რუსული სიმღერები და რაღაც რუსული შოუ ბიზნესის თან ახლო იყო ქართულთან და ამ
ცუდად მახსენდება ეგ დრო, იმიტომ რომ ჩემი აზრით ძალიან დიდი ხნით დააპაუზა გემოვნების განვითარება მაგ ამბავმა ჩვენს ქვეყანაში. მე მესმის რომ რუსული რაღაც მუსიკის რაღაც ნაწილის არის, რა თქმა უნდა, ხარისხიანი და ასე შემდეგ, მაგრამ უმეტესობა რაღაც უცნაური არის, რაც უცნაურ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. და იქ ბრუნდებით თითქოს, ხო? ხო, აი მაგასთან დაბრუნება არის და მიუხედავად რომ ვიცი რომ ბოლო წლებში ქართული მუსიკალური ინდუსტრია როგორ განვითარდა, ყოველ შემთხვევაში არტისტები, ჟანრები და რა ხარისხის მუსიკა კეთდება და თამსმენელი ყავს ამ ყველაფერს. აი მაგასთან დაბრუნება რომ პატარა ბავშვებმა ისევ რაღაცა ჩორნი ბუმერებით და რაღაც უცნაურები იქნან, საშინელება იქნება ჩემი აზრით და მაგაზეც ვფიქრობ. ხო. შოუ ბიზნესზე თუ ლაპარაკობ და უკან დაბრუნებაზე, არსებობენ დღეს შოუ ბიზნესში ადამიანები, რომლებიც წინ ჯერ კიდევ ვერ წავიდნენ. ანუ დღეს ქართულ შოუ ბიზნესში ყავს რამდენიმე წარმატებული ადამიანი ძველი შოუ ბიზნესიდან და თანამედროვე ეგრეთ წოდებული შოუ ბიზნესი არ არის. 2025 წელია და ყველამ კარგად იცით ბენდები, რა ვიცი, მოკუ, Mechanical Rainbow და ასე შემდეგ, კორცი და სხვა და სხვა. და ამ ყველაფერთან ფეხის აწყობა რო შენც თანამედროვე იყო, ძალიან რთულია მესმის, მაგრამ რამდენიმე მოახერხა. ჩემი აზრით, სტეფანე მოახერხა ეგ ძველი შოუ ბიზნეს წარმომადგენლებიდან ის ძალიან თანამედროვეა. კი, სტეფანე. ლილა წურწუმია, მათ მიუხედავად იმისა, რომ ახალ სიმღერებს ძია დამწერს. ბავშვებს ძალიან უყვართ და it's okay, იმიტომ რომ ძალიან ფანია რა, რაღაცა. ხო, აი, ეგ ზუსტი ახსნა არ გამოჩნია, მაგრამ ხო, აი ეგ არის დივა და არის ტექსტიც ის ყველამდე ეგ არის. ხო, გასართობი არის და ერთობიან და გადაობენ და ასე შემდეგ. და სტეფანე როგორც მუსიკოსი სერიოზულად უდგება აი ამ თანამედროვე გამოწვევებს, რაც გამოწვევები არ ვიცი რამდენად სწორი სიტყვაა, მაგრამ ხო, კარგ მუსიკას აკეთებს, თან აკეთებს თანამედროვე არტისტებთან ერთად და ეს რაღაცა კოლაბორაციები და გაცვლა-გამოცვლა ძალიან ვინ მიიღო ეგ არ ვიცი, მაგრამ ნუ ხო, ერთად კარგი პროდუქტი იქნება და ეხა მიიღეს, იმიტომ რომ მათ ერთად მუშაობს. ხო, კოლაბორაციაზე რა ვიცი, ხა გამახსენდა ზაფხულის ყველაზე ისეთი ალბათ ის არის კორძის და ნანის ერთობლივი ნამუშევარი, ნანი ბრეგვაძე, რომელიც არის დიდი ამ ქალმაც კი მოახერხა და სურვილი ქონდა რაც ყველაზე მთავარი. შოუ ბიზნესამდე საბჭოთა შოუ ბიზნესშიც კი იყო, ანუ იმ ხელა გამოცდილება აქვს და მე რო დავიბადე უკვე და მაინც ყველაზე თანამედროვეა. ხო, ყველაზე თანამედროვე არ ვიცი, მაგრამ ამ ქალსაც კი აქვს სურვილი რომ რაღაცა თანამედროვე და ახალგაზრდებზე მორგებული გააკეთოს და გიული ჩოხელი ეგეც თქვა, უსაყვარლეს. გიждები. ხო და აი ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რა, რომ აი და მაგის გვერდით რაღაც უცნაური ბენდებიც არსებობენ, რომლებიც სახელმწიფოს ხარჯზე უამრავ ფულს იღებენ და ჩემი აზრით გემოვნებაზე ძალიან ცუდად მოქმედებენ. თან მით უმეტეს მინახავს შალვა და ბავშვები თუ რაღაცა. რეზო და ბავშვები და რა ვიცი, თან მინახავს ვიდეოები ბავშვები რომ გიდებიან და ძალიან ცოტა ახალგაზრდა კოცი ვიცი და აი ეგ ძალიან კოცობაა რა. და სხვა შორის მაგ ბენჩი ვიცი ვიღაც ვიც აქციებზე დადის. მაგრამ პრობლემა რანაირად არ აქვს, რომ რეზოსთან ერთად დგას სცენაზე ვერ ხვდები არ და ნიჭიერია. ხო, მაგდენი. რეზოს უფრო ჭირდება ამის ნიჭი ვიდრე პირიქით. ხო, მაგდენი არ ვიცი ვინსაც დგას და ასე შემდეგ, მაგრამ ბაბი კირკიტაძე რო დაფრინავს დღეს არი ჯოხაძის რაღაცა დუოიკაში გამოწყობილ არი ჯოხაძის კონცერტებზე, ეგ არის დღევანდელი შოუ ბიზნესი და სხვათა შორის ავსებენ ფილარმონიას. არი ჯოხაძე ავსებს ფილარმონიას თავის ხო და რო ავსებენ, მეთქი აი მაგრამ რა საკის ადამიანებით ავსებენ, მაგ ეგ ხო ინდიკატორია, რომ ვინ გისმენს და სათხარ ჩარჩენილი. ახალგაზრდები და ჯენზი და არი ჯოხაძის კონცერტებზე თავი არ მოვიკრა. მაგის იმედი მაქვს, რომ ეგრე არ ხდება და რა ვიცი. და კიდე ერთს ვიტყვი რა. ჩარჩენაზე თუ ლაპარაკობთ და შოუ ბიზნესზე და განვითარებაზე, აი რაღაც ბენდები ჩამოვთვალეთ, ვახსენეთ ვიღაცები და ანუ ეს რო არსებობს 2025 წელს და შედ რო რაღაცა 2000-იანების დასაწყისში რომანსებს მღეროდნენ, მაგას აკეთებ და იცახი რომ 18 წლიანი პაუზის მერე ამ მომენტს ველოდებოდით, იკაფაცაციას გულეს, ხო, რაღაცა სიმღერა გამოუშვა, რომელსაც გადახვებით უსმენე და მეორედ ვერასოს ვერ მოусმენ. ანუ რაღაცას რო ქმნი, ხო უნდა გათვალო, ამას ფესტივალზე ვერ იმღერებ. ახალი წეს კონცერტზე რა ვიცი, ხა რუსთავში მუშაობდა, შეიძლება გამოგიყვანონ, მაგრამ წესით არ უნდა მღეროდე მაგას, ანუ იმას აკეთებ, რაც საქვეყანოში ხარისხად მარტო აკეთებს ბეგოი სოფო ნიჟარაძე და ის თუ აღარ, იმიტომ რომ დაბლოკილი ბობღერალია. მაგრამ ანუ ეს ხელგაშლილი რომ მღერი რაღაცა ზღვის ფონზე და რაღაცა ანუ ხო, ანუ შენ ამბობ თანამედროვე არ იყო, ხო? რა თანამედროვე თაკო? არ გადამრიო. ხო, მივხვდი რასაც რა. ანუ პიროვნულად არაფერი ეხა რა. არ ვილაპარაკებ იმაზე, რომ ჩემს პროპაგანდისტულ არხს უწევს რეიტინგს თავის მუშაობით, მაგრამ ჩემი აზრით ხალხო 2025 წელს უნდა გაიღვიძოთ, იმიტომ რომ სადღაც შორს დარჩით რაღაც ნაწილი.
ანუ ზოგადად ეს უთავმოყარეობის და უპრინციპობის პრობლემა დგას ქართული ოცნების რიგებში ძალიან მაღალ დონეზე რა. მაგრამ კალაძე იმით განსხვავდება, რომ აი იქ ვინც არის ყველაზე სულელიად პარალელურად და ამას მარტივად ხვდები, ანუ რა არ გონია, ერთი ლ გამოასწორა 15 წლიანი თავისუფლებას ყოფნის ბაზაზე და მილიონები შემოიყრება თავისთვის. ხო, მაგრამ სულელი სულელი აბარ არის ხალი რო გიდგა ჟურნალისტი გვერდით და ის რა ქვია. სულელი კი თავხედია ეგ. სულელია, ანუ მაგას ეგ ხო შენ თო გაზიანებს, შენ სამომრჩეველოშიც მაინც ხო გაზიანებს. ეხა შენობა რო ჩამოინგრა და ორი ადამიანი რო სინკარში მოყვა და რო დაიღუპა, მაგის გადაბრალებას რო ცდილობ იქ მაცხოვრებლებისთვის და ორ გვამს რო ცდილობ რო ისე გამოიყვანოს თქოს ეს მასშტაბური მსხვერპლი არ არის და მე რა ხო და სულელი ხარ თაკო? არ არის სულელი. და ელაპარაკები შენ სულელი ამომრჩეველს. ჩემი აზრით გონია აი ხო და ეგ არის უსინდის უარის და გონია რომ ხალხი არის სულელი და მაგას შეჭამენ. არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად ვიცი ის, რომ ეს სიცოცხლით სავსე ქალაქში, შადრევნებში, ფანჩატურებში ბავშვები იღუპებიან დენის დარტყმით, ქუჩაში წახვალ ბაზარში რომ ორ დღის ნაყიდ, მწვალებით ნაყიდ სახლში რაღაცა პროდუქტი მიიტანო, თუ სარემონტო მასალები მიიტანო და თავში 10 ტონიანი სინკარი გეცემა და ეს არის მაგის სიცოცხლით სავსე ქალაქი და ხმე მაინც გონია რომ სულელია და სულელია ყველა ვინც ამას ვერ ხვდება ბუდიშტ კი არა გაგინებდით ეხა მაგრამ ტუსტადევა მეზარება აუ იცი რა რისი თქმა მინდოდა რომის იმპერიაზე რომ ლაპარაკობდით ძალიან ხშირად ამ ბოლო დროს ოღონდ ეგ ჩემს ცხოვრების ნაწილი არ ყოფილა აქამდე იმიტომ რომ ეს რეალობა არ მდგარა ქართველი მებრძოლი უკრაინაში რო იბრძოდა და რუსეთში რო სამუდამო მიუსაჯეს მამუკა გაწერელიაზე საუბრობ რა უბრალოდ წარმოდგენა ამ ადამიანის სიმამაცე რომ რა აძლებინებს ახლა იქ სადაც არის იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რუსეთისთვის ახლა რამდენად პრინციპულია რომ იმას სახე გააძრონ იქ და ხო როგორც სულიერად ისე ფიზიკურად გადაუარონ როგორც ქართველს და როგორც უკრაინაში მებრძოლ ადამიანს საქართველოს სახელით. და ამ პოდკასტს პირველ ნაწილს ჩვენს ნაწილს დავასრულებთ ჩვენი საყვარელი ნაწილით, რომელიც ბოლოშია ხოლმე ეს არის AI-ის თემა, AI-ს თხოვთ მოგცეს რამე თემა, რაზეც ვილაპარაკებთ და მაგაზე ვეცდებით რომ ვილაპარაკოთ. მიდი ლევან, როგორც წესი ამას ლევანი აკეთებს ხოლმე და სანამ ლევანი ამას აკეთებს, მე ერთ რაღაცას ვიტყვი, თქვენც ალბათ გაგიკეთებიათ, თუ არ გაგიკეთებიათ, შეგიძლიათ სადაც, მაგრამ ალბათ უკვე ყველას გაუკეთებია. მეგობარმა გუჩია და ეს რაღაც საუბრობდით და აი FBI-ის პროფილიო თუ შეაქმნევინეთო თქვენ AI-ისო და მეთქი როგორ და შევაქმნევინე და ვარ ღმერთო ისეთ რაღაცები დამიწერა ჩემს თავზე. არა მხოლოდ რაღაცა ესე მშრალი ინფორმაცია რაც შეიძლება რომ სადღაც ინტერნეტში მოეძიებინა. აი რაღაც ჩემს პიროვნულ თვისებებზე და სად რა ტრამვა მქონდა ცხოვრებაში და რა განვითარება მქონდა ამას რა გავლენა მოახდინა ჩემზე. აი ხო ვიცი რომ რაღაცა ChatGPT-თან ისეთი ურთიერთობა აქვს ბევრ ადამიანს რომ აი ჩემ მეგობარია და რაღაც და მე ურთიერთობა არ გამაჩნია. საქმიანი ურთიერთობა მაქვს მხოლოდ სამსახურის ფარგლებში ვიყენებ და ეს ინფორმაცია საიდან მქონდა, საიდან ამოიღო, მე ვერ ხვდები. ცოტა შეშინებული ვარ. და სასიამოვნოდ გაოცებული. და სხვა შორის ვიფიქრე რომ რაღაც რჩევები რომ მომცა ჩემ პიროვნული განვითარების შესახებ ეგენი ხوار გავაკეთეთქო. კაშინ თემა მოგცა AI რა ვერ გვასწავლეს ბავშვობის მულტფილმებმა, ანუ ჭკუისწავლებაზე ჭკუისწავლების საპირისპირო მაგალითები რა მოგცეს მულტფილმებმა და მე მაქვს რამდენიმე და მიყვარს ეს არ არის ახალი რაც ვიტყვი, მაგრამ იმედია ჩვენგან პირველად გაიგებთ, რომ აი რაღაცა მულტფილმებს გვაყურებინებდნენ, რომ რაღაცა სკილები გამოგემუშავებინა და რაღაც ქცევითი უნარჩვევები გესწავლა პლუს ხო? ალბათ ეგ ფუნქციაც აქვს მულტფილმს კომუნიკაციის მე იმიტომ აყურებინებდნენ, რომ ძალიან ცუდი ვჭამელი ვიყავი და მულტფილმს რო უყურებდი, მაგ დროს ვზომბდებოდი და რამდენსაც უნდა და დიდეს მაჭვევდნენ. არა, მე არა. და მეც ვჭამელი ვიყავი, მაგრამ მაგიტო არა. მე მგონია რომ თავის ფუნქცია აქვს მულტფილმს, მაგრამ ჩვენი ბავშვობის მულტფილმებში რა ხდებოდა? ფიფქია გარბოდა ტყეში და ვიღაც შვიდკაცთან ერთად ცხოვრობდა. ავრორას ეუბნებოდნენ მძინერებზე თუ ნახავს რომ რაღაცა თუ მოგივა არ ბიხვიდა თითი არ ჭყლიტო და წავიდა დაზობებული და იჭყლიტა. კონკიას ეუბნებოდნენ სახიდან რა გახვიდეო და ღაბითობეცაზე გაიპარა 14 წლის ასაკში და გათხოვდა. ან 16 ბავშვი, ანუ ესე ყველანი ბავშვები. თავში ტრავმები ქონდა, კონკიას რა გინდა? ყველას ქონდა, მაგრამ უზრდელები იყვნენ რა. სპოტიალობს.
აი ბოდოა თუ გინახავთ ეგ არის რაღა იმ დისნეის მაგებს საყოველობებს მიახტი არ არის ნაცარქექი არ გაქვს დრუზა და დრუზა ეგ მულტფილმია? არ არის მაგრამ გადააკეთე მულტფილმად და მულტფილმი იქნება ერთი წუთი ტელეფონი ბათხოვე. ეხლა უნდა მოვუძებნო, მოხსენი ეს ბლოკი. ახლა უნდა მოვუძებნო. რაღაც სტატუსი თუ პოსტი შევხვდათ და ძალიან მინდა ვიპოვო. რა შფოთვით თუ სხვა ტიპის აშლილობებს ავლენდნენ Disney-ის პერსონაჟები. აუ ეგ მეც მაქვს ანუ მე კითხვა რა იყო ცროთეია ის რა ვერ გვასწავლა თუ რა რა ვერ გვასწავლა მულტფილმები ახლა ანუ რა უნდა ისწავლებინეთ და რა ქრეს პირიქით რა გვაჩვენეს არასწორად. ჩემი ბავშვობის მულტფილმი ტომი და ჯერი არის ჩემი დისნეიზე არც გამახსენდებოდა ტომი და ჯერი არის ჩემი ბავშვობის მულტფილმი ეს გაბოდა აი გდიდათ ვერ არ იყო ჩემი ის და კიდე ვიღაცის ნიანგზე და კურდღელზე თუ რაღაცაზე რა იყო დიდი ყურები ქონდა მაგას რა ერქვა რაც რუსული მულტფილმი იყო აკაძილგენა მე არ ვუყურებდი ხო და ეგ და ვერ ვიტანდი რუსულ ვინიპუხს რას გავდა რუსული ვინიპუხი ვინ არის ყავისფერი რაღაცა შავი ვინიპუხი რო იყო უსაზიზღრესი რუსული ვინიპუხი პირველად გავიგე კი ტელევიზორში გადიოდა ხოლმე ძუს არა ხო რუსული ვინიპუხი ჩემს საყვარელი მულტფილმი იყო რუსული არა ხო რუსული ისინი არ მოყვარდა არც იმ მასე არ კურდღელი და ჯეკა გაწყვეტება რა ერთხელაც ვინიპუხის ყველა პერსონაჟსაც სხვადასხვა ფსიქოლოგიური მოყვარდა კი ხო და მე საუბრობდი იმაზე რა ქვია ტომი და ჯერიზე ხო კი აშკარად მაგაზე საუბრობდი როგორც ყველას ალბათ მეც სულ მეწოდებოდა ეს კატა რომელიც იდეაში არ იყო რა სისულელეა კი სულ მეწოდებოდა რა იმას უდოდ რომ შეეჭამა ის ხო ვიცი მაგრამ მეწოდებოდა იმიტომ რომ სულ იჩაგრებოდა არ მეგონა თუ ვინმე ტომი ერჩივნა ჯერის ხო მე კი არ მერჩივნა მეწოდებოდა თქო იმიტომ რომ ის რაღაცნაირი ის იყო მაგ ტომის პატრონი ყავდა აჭმევდა უვლიდა და ჯერის თავისუფლად მოეპოვებინა ყველაფერი და ის დასდევდა შესაჭრელად მაგის გამო ცალკე მეწოდებოდა რომ ის ქალი იყო მაგის პატრონი სუპერ პრეტენზიები ქონდა ამ კატის მიმართ, რომელსაც ძალიან უყვარდა. ანუ კატის ფუნქცია არის, რომ თაგვისგან დაიცვა სახელი და მაგას აკეთებდა და ის კალი კიდე ამაზე ჭუყუბებოდა. და თაგვის ფუნქცია არ არის, რომ გადარჩეს. ხო და მე ჯერის კი არ ვამტყუნებ. უბრალოდ მე ჯერის კი არა და. ხო, ჯერის კი არ ვამტყუნებ. რომ ტომი იყო წოდო, იმიტომ რომ სულ რაღაც უბედურებებში ეხვეოდა. და რა ხავ ლაპარაკობთ კომუნიკაბელურ საინტერესო ერთი წუთი ვერ გადავედი. რაღაც თქვია და იქით ებიდო და გადასვლა ბურჯოზე რომ მეთქი ეს ბლოკი მოჩეს თქო ხო რა ვთქვი საინტერესო ადამიანები იყვნენ ნო ხო მე ვთქვი მე ვთქვი ეს დაკავშირებული არ არის იმასთან რომ კარგი ადამიანები იყვნენ ან არ მომწონდა ან რაღაც მსგავსი შინაარსში არ შევდივართ თქო მე ვთქვი მოდი თუ კარგ ადამიანებზე ვლაპარაკობს და იმათზე ვინც მოგწონს წარვადგინოთ ჩვენი სტუმარი უბრალოდ წარვადგინოთ რა აქ იქნება ეხა ჭრა და ჩვენი სტუმარი შეებობა სულтат მეგონი არ გადაება, მაგრამ მოვჭის ლაპარაკსაც სტუმარს ვაცადოთ. მეგონი კარგად არ გადაება და რაღაცა ჭირდება. და კომოდი სტუმარზე გადავიდეთ. და გალე ჩემო კარგო, რაღაცა ვერ ვქენით ბოლოში და პირდაპირ გადავიდეთ. კაი გადავიდეთ. როგორც ხედავთ ჩვენი სტუმარი გახლავთ გიორგი ბურჯანაძე, იგივე ბურჯო, იგივე ხუთი მიზეზი თუ რატომ რაღაცა. არ ვიუსტელებ ახლა. და მადლობა რომ მოხვედი. რო ილაპარაკებ ეცადე რომ აი სადღაც ესე გეჭიროს. კი, რო ილაპარაკებ კი. ხო ლაპარაკობ. ხო, მაგრამ ჯერ არ დამიცი. მითხარ ერთი მიზეზი რატომ მოხვედი აქ? იმიტომ რომ კარგმა ადამიანმა დამპატიჟა და იმიტომ რომ ყოველთვის ხარს უჭერ კარგი ადამიანების მიერ წამოწყებულ ახალ რაღაცებს მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არაფერი არ მინახავს. მადლობა მოსვლისთვის და წარმატებები ამ პოდკასტს. მოსვლისთვის კი რა მოწვევს? მე შენ მადლობა რომ მოხვედი. მოსვლისთვის კი არა მოწვევისთვის. ანუ ეს კამერებთან რომ მუშაობს, გონია რომ ის პოდკასტში ვარ მოსულები სავარაუდოდ, მაგრამ ჩვენ წესები უნდა მოგახვიოთ თავს. თაკვახსენი. დავაი კი არა და ამოჭერით. წავიდა. წესები მდგომარეობს შემდეგში. აქ რა არის რამდენიმე კითხვა, დაახლოებით 20-მდე და რენდომად შენ რასაც ამოიღებ, მაგაზე ვილაპარაკებთ. 20-ვე არ იქნება რა შეგეშინოს. რაღაც კი ჩანს, მაგრამ ნახევრად და აზრია რა აქვს. ხო. არა აზრია. იდეაში საინტერესო უნდა იყოს და თან შეზემორგებული და თან არა. ოკეი. ასე რომ შეგვიძლია პირდაპირ დავიწყოთ. Let's go. და რას ვიგებ? პინას, ოღონდ ფინალში თუ გადახვალ. ანუ მე კონკურენცია. ეს პოდკასტი ერთ სეზონს გაკაჩავს. კონკურენტები ვინ მყავს? პინას რაღაცა Prime House 22 კვადრატს ათამაშებ და დაახლოებით ეგეც. ჩემით ამოგიშენებ პატარა ოთახს და არ ჩემით მირჩენია რომ შავი კარკასთან მე მოვაწყო. ოკეი. თან დავა ფრილანს იმას ვიზამ ყველაფერს. დავაკოლაბებ და
ეგეთ უნიტაზების კომპანიაც ვიცი. კოლაბები გააქვს? ხო, აბა რა მაქვს, ფეიდ ვიდეოები. 5 მიზეზს თუ რატომ დაიმოგზაურო რაღაც დებილმა. დაიწყე ხო და სანამ გაშავდი TikTok-ზე ზაბულო. ეს ეგრევე ვიწყე? ხო. რა იყო თქვენი ცხოვრების 5 მიზეზი სანამ აიემ ბურჯ ჩემი სახელი რა სწორად წავიკითხე? აიემ ბურჯო გახდებოდი. ანუ რა მოტივით ცხოვრობდი რა სანამ ბურჯო იქნებოდი? რა ვიცი, შრომა და ეგ ეხაც დარჩა და აი TikTok ტრენდი რო არის ხო იცი რა ქვია მე მივდივარ სამსახურში იმიტომ რომ get ready with me-ს გადაღება და მე 2020-იო ანუ ჩემი кейსი ეგ არ არის რა მუშაობდი კიდეც და ეხაც მუშაობ და ეხაც სამსახურიდან მოვდივარ არა მე ვარ კონტენტის ჰედი ერთ-ერთ კომპანიაში არ დავასახელებ სახე ანუ სხვას უკეთებდი კონტენტს და მე გააკეთე შენ კონტენტს. არა მე კომპანიებს უკეთებდი კონტენტს, ანუ მე-6 წელია. ნუ მიმუშავია ტელევიზიაში, სხვათა შორის სოციალური მედიის მიმართულებით. ხო. მაგასაც არ დავასახელებ. სახელმწიფო სტრუქტურაშიც მიმუშავია, მაგას მით უმეტეს არ დავასახელებ. და ესეთი კომპანია 29-ის გავხდი, როდის რამდენიმე დღის წინ. ვაუ. მადლობა. ხო და შრომობდი, აქამდეც ვერთობოდი მაინც ძალიან ბევრს, რომ ეგ კრედო თუ რაღაცა მაქვს, რომ კრედო ხო სწორი სიტყვა? მგონი. ხო ეგ არის. სიტყვა სწორია, კარგი, რა სკოლის. ეგ ის ამაქვს ცხოვრებისეული კრედო რა. რომ კრედო კი არა თავის მართლება რეალურად რომ ამდენს რომ შრომობ ხოლმე, ღამე ძალიან ამოწყდომამდე ვსვამდი და ვერთობოდი სულ და მეორე დღეს პახმანიაზე მივდიოდი, იმიტომ რომ სამსახურიდან რომ გამოვდიოდი ხოლმე მიმტანად მუშაობდი 1-3 წელი და მართლა მაზოლები მქონდა ფეხზე და რაღაცა სანამ თქვათ მარკეტინგში მივიდოდი და სულის მომენტი მქონდა რომ მე დავიმსახურე რომ ეხა წავიდე მეგობრებთან ერთად გავართო, მაგრამ ჩემი ორგანიზმი მეუბნებოდა რომ შენ დაიმსახურე, ეხა დაიძინო, იმიტომ რომ იმსახურებ შენი ორგანიზმი კარგად ყოფნას და დიდღანს ცოცხლეს, მაგრამ აი ეს მეორე რაღაცები გართობა და შრომა არის ჩემი აზრით ორი სიტყვა 5-ზე ხა არ ვიტყვი, რომელიც და მეგობრები მესამეს დავამატებ, რომელიც ჩემ ამ 29 წელს მგონია რომ აერთიანებს რა. ხო, ძალიან კარგია. საერთოდ ძალიან ხშირად ხდება, რომ ძალიან ბევრი შრომობენ და არ ერთობიან, სულ შრომობენ. რისთვის აგროვებ თუ არ შეიძლება ის აგროვებული. ეგ ჩემ გამოცდილებით მინდა ვთქვა, რომ თავიდან რომ დავიწყე ძალიან ორიენტირებული ვიყავი, რომ აი ეხლა ძალიან თავს რაღაცას გადავყვები და მე დადგება დრო, რომ გართობისთვის კი არა, სხვა რაღაცებისთვისაც მექნება დრო, მაგრამ ეგ დრო არის, რომ სადაც გამგვიყანის ეს რომ როცა დრო გექნებათ, მაშინ გაერთეთ. ხო. ამას არ მოკიდოთ ხო, წინაზე მიგვეჭირა შემთხვევით და ხმაც ვერ ჩავწერეთ. ამეიღო შემდეგი? კი, ამეიღო. რა გახატია ხელზე? ხო, ეს საინტერესო. ხელზე მახატია ქართლის დედა არც ჩან, არც. ქართლის დედა ჩვენს გვაქვს უკან. ხო, დავინახე აღო. მოკლედ აქ მეწერა, კაი ვიტყვი ხო. აქ რამე იყო შიგნი თეატრე? კი, ანუ 14 წლის როცა ვიყავი, აი ავიშვი თუ რაღაცა და აი აქ დავიწერე 13, რომელიც ეხა 18-ს გავს. ხო, 18 ვეგონა. და არ მიყვარს, მეტად ეს ტატუ არ მიყვარს. 13 შტრიხი გაქვს მე. 13 და შტრიხი კოდი. ზე არ მადგას, მაგრამ მაინც არ მიყვარს. და რომ მეუბნებოდა დედა ჩემ მამამ, ჩემ ბებია, ჩემ ბაბუა, ჩემი და ასე შემდეგ. რომ ინანებ, ხო იცი მაგ დროს რა თავდაჯერებული ხარ, რომ ეგ თქვენ ვერ ხვდებით თქვა გოიმებო და ძალიან მაგარია ყურის ქვეშ ტატუ 13-ით არსი რიცხვია, თან 13-ში ვარ დაბადებული და ჭიდია და რაღაცა. და ნანობ ძალიან ბევრი წელია, მაგრამ აი აქ შრამიც რაღაცა ცოტა კიდია თან უკვე ისეთები მაქვს, რომ კიდია ხო გავიკეთე რა. ხო, მე არ ვერ ხედავ. და მთელი ბავშვობა დავდიოდი საბავშვო თეატრში, მე ახალგაზრდულში აქ ინგლისურად გვეწერა the theater is my passion. სამი წერტილი მერე, ოღონდ life. და ზაღილის ნიშანი და ერთი წლის წინ მივედი იმ დასკვნამდე, რომ არ ვიცოდი რა გადამეხატა. ხო, 14 წელს. არ ვიცოდი რა გადამეხატა და კრინჯი ბავშვი ვიყავი ცოტა. აუ კი, რაღაცებს რომ სხვა შორის ძველი შეყვარებული გაიჩნდა ჩემი მეგობრის მეგობარი. და რო ამახასიათებდა, ოღონდ ჯერ არ იცოდა ჩემი მეგობარი, მაგრამ ჩემზე იყო დახასიათება, ჯერ ჩემი მეგობარი გამოშტერდა და მეც გამოშტერდი, რომ მეთქი ეგეთი როდის ვიყავი, მაგრამ შენ ერთი სტატუს მაისანობ და 21 მაქვს და ყველა კრინჯობა, ის მაგათი ზოდიაქო მახატია აქ. ყველა რატო აკრინჯობები ფუშტი ძალიან საყვარელია ეხლა. რაღაც კვერცხი თუ რაღაც რო ეგეც საყვარელია.
საყვარელია, მაგრამ ტელევიზიაში შოუზე ვერ და პოლიტიკაზე ვილაპარაკო, კვერცხის ტრაკი მარტევს. არა, მე სხვა რაღაცაები არ მგონი. მე ყველაზე მეტად მიყვარს აი ეგეთი სტილის სტატუები მოწოს და ეგვცადეთ, ნაგერას გავს. აი ყველაზე მეტად მიყვარს ეს ჩემი ხელით ჩავწერე დედა. ანუ თან ხო ეს დედა და რუსულად რო იწერენ მამა თუ რაღაცა ხო ის არის რა ანუ მწვანე ფერი რო არის რაღაც. ხო, ან ძველი ნაკოლკა რასაც ქვია იმენა და ხო მაგაზე ხნ მეც მიხუმრია მიღადავია რაღაცა და სპეციალურად ანუ რო დავფიქრდი რეალურად მაგაში არაფერია სასცილო, იმიტომ რომ შენი ალბათ ყველაზე საყვარელი ადამიანს იწერაც მე რაც მევასება ის მახატია და დედა ჩემი ყველაზე მეტად მევასება და დავიხატე ვარდისფერ გულში ცეცხლიან გულში ჩასმული დედა. ეს fucking humans მას შემდეგ დავიხატე რაც აღარჭამ ყოველებსა და ფრინველებს. ვეგანი ხა ვეგეტარიანელი. ვეგეტარიანელი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ 2 თვის წინ კაი ზუსტად დედა ჩემის გამო დავიწყე თევზის ჭამა, იმიტომ რომ პრაღაში მთხოვა რომ ბასკეტარიანელი. თუ არ ვიცი ხო, აი ეს ცოტა ეს სახელების დარქმევაც არ მიყვარს რაღაცებზე, მაგრამ ხო მაგ ჯგუფში ვარ. არ ვჭამ ხორცს, მაგრამ ვჭამ თევზს. მაგრამ შეიძლება დავანებო ისე თევზის ჭამას თავი, მაგრამ შეიძლება ხოლმე საერთოდ ხორცის ჭამაც დავიწყო, ესე არ ვიცი და საერთოდ ეგ თემა რომ ჩამოვარდება ამ ვეგეტარიანელობაზე რომ რატო არ ჭამთ რაღაც აი ცოტა მეზარება ხოლმე მაგაზე ლაპარაკი იმიტომ რომ აი თუ არ მოჭამ მე ძროხები ვეღარ გამრავლდებიან და მათთვის აუცილებელია რომ რაღაცა მოხდეს და ეკოსისტემა მესმის ეს ყველაფერი მე უბრალოდ ჩემი წილი რაღაც დანაშაულის გრძნობა მაქვს იმ ცხოველების მიმართ და ამით თავს ვიტყვევ თორე ისიც კარგად ვიცი რომ მე თუ დღეს მწვადს არ შევჭამ ხო შენ შეჭამ რა მეც ხო შეგარგოთ უფალმა ხუთი ადგილი, სადაც შენი ვიდეოების მე ვეღარ მიდიხარ. კაი კითხვა. მე მგონი ვერ გაისმა კარგად. ხუთი ადგილი, სადაც ვეღარ მიდიხარო რა შენი ვიდეოების მერეო. გეტყვი რაებზე ქონდა ხალხს დაგინჯრება. იდექში ფოთი რო დავდე, აი იყო ფოთის მერის რაღაც გამგეობის ყველა ქალმა მომწერა საერთოდ რომ მახსოვს ეგ კომენტარიც მახსოვს. შენი კუბო დავდგი და ეს კაი ვიდეო იყო. ხო. ფოთი განვითარების კერა და ნიკო ნიკოლაძე საერთოდ იცი ვინ იყო და ფოთის სპორტი და ჩვენ გასმევთ საჭმელს და ფოთი როდის იტბორება ეგ თბილისი იტბორება და რაღაცაები და ნუ აი ძალიან პირადულად შეეხო. ეგ იყო პირველი გასვლა სხვათა შორის თბილისიდან. ანუ თბილისში ცოტა შეიძლება წარმოუდგენლად ჟღერდეს, მაგრამ პირველ 5 ვიდეოში შეიძლება 5 ნეგატიური კომენტარი გეპავა ჯამში. მართლა? კი, ანუ ძალიან ჯერ ხო ახალი იყო კომენტისთვის და აი ძალიან გაუსწორდათ ყველა გლდანელი და დიღმელი ერთმანეთს უგზავნენ და ან ის მომენტიც იყო რომ ვაკელი გლდანელს უგზავნენ და შესაძოდაო თუ რაღაცა, მაგრამ მე ვაკეს იმ ვარკეთილელი უნდა მეთქვა და მე ვარკეთილსაც რომ მივადგებოდი არ იცოდნენ ალბათ და საბოლოოდ დავიარე მთელი უბანი და ნუ აი თვითონ შინაარს რანაირად ეძებ იქ იყო რა ვიღაც სახელები და რაღაცეები იყო ნახსენები რომ საიდან ანუ ხო ნახერებოდია ეხა დიდი ღომზე მაგალითად როცა დავიწყე აი გამოვედი სახლიდან მართლა და სანამ მივიდოდი სამსახურში ავტობუსიდან ვიღებდი კადრებს და მანდ ვიფიქრებდი ტექსტს და თუ დააკვირდებით სხვა უბნებთან მიმართებაში ის არის რა ქვია საერთოდ არ არის ინსაიდური რაღაცაები რა და უკვე ხა ისეთ უბნებზე რომ გადავედი სადაც ზოგადად ბევრი რამე სასცილო არ არის პოულობ აბორიგენებს რომ რამე გადავები გამიძრეთ და მე ვწერ და საერთოდ მუხიანზე იმ თვითონ რო აბორიგენებად თვლი აბორიგენი ცუდის თყოროთ ცუდია არ ვიცი ადგილობრივი რა ხო ონტ ძირისა რა ქვია გამოქვაბულის დროიდან მოყოლებული რო იქ ცხოვრობს ხო არ ვიცი რა არასწორ სიტყვას ამბობ ნუ მოკლედ ადგილობრივებს ხო და მე რაც ვიგულისხმობ ეგ აბორიგენი იყო იმენ ხო და აი მუხიანზე მქონდა ეგეთ შემთხვევა მაგალითად რომ იმდენი ტიპი მიწერდა რომ მუხიანზე გააკეთე მე პირადში მწერდნენ რომ მუხიანზე გააკეთე და ფაქტებს ჩვენ გეტყვით და რაღაცაები ესეთ მესეჯები წამოვიდა ძალიან და მუხიანზეც და ნახალოკალზე ძალიან ბევრი მომწერა ფაქტები და მე ავაც მე კიდე სულ ფიქრობდი რომ რამდენ რისერჩინგს აკეთებს რამდენ შრომასდებს რომ რაღაცები გაიგოს საკაიფოთ რა ნუ ხო მაგრამ ის უფრო ის არის შინაარი მე უფრო გადაობა არის რო იცი რომ ეს კაცი 700 წლის წინ ცხოვრობდა და საიდან ის ფოთში შესვლა არის ცოტა სახიფათო ნუ იყო ფოთერებო ჩემი დიდი სიყვარული გადაობა ყველაფერი ზუგდიდის ვიდეოზე დაიწერა ალბათ 1-3000 მეგრული კომენტარი რომელსაც ჩემს მაგაც ვათარგმნებდი და 1000 მერე მივხვდი რომ უბრალოდ სხვადასხვანაირად მაგინებდნენ და აღარ თარგმნიდი ზოგი დედას მაგინებდა ზოგი მამას მაგინებდა და ზოგი ენას მაგინებდა და რაღაც კიდე ნეგატიური ანუ ქალაქარეთ უფრო
ქალგარკი ხომ ათბილისგან. ეგ მაგორს გავიხსენებდი ისე ნეგატიურად ანუ სამეგრელოს ეწყინა. უფრო მეტად. კიდე ერთი რომ კითხვა, ანუ ეგ შენ კონტენტს ალბათ აკონტროლებ ხო თბილისში უფრო ნახულობ რეგიონებში ან რაღაც ეგ ხო არ იყო რომ რაღაც პირველად გაუვარდათ არა. კაი. კაი ესე კი ანუ სამეგრელოს შესვლოდ ვიზა გჭირდება. კი. ეხა ვიყავი და გადავარჩი. ფოტოში. ისე ფრთხილად მართლა. აი სხვათა შორის ეგ მომენტი არ მქონია არასდროს რომ აი მაგის გულის აი ბიჭო შენ ის არ ახარ თუ რაღაც ანუ მართლა ერთხელაც მსგავსი ტიპის რაღაც არ მქონია ან რაღაც კონფლიქტური სიტუაცია არა იმიტომ რომ აი რავი მართლა ეხა მაინც ძალიან განვითარების დაბალ დონეზე უნდა იყო რომ მართლა ტიმა იმაზე გაგიჭედოს რომ აი გლდანზე ვღადავ იმიტომ რომ შენ გლდანელი ხარ თუ რაღაც რა როცა დავიწყე დიდი ღომიდან დიდი ღმელი მე ვარ და საღადაობა არ არის ყველაფერი რა ჩვენ ჩვენ კარგი იუმორი გვაქვსო და მაგან გადაგვარჩინაო და ხო ჯერ არ მქონია ხა ამ პოდკასტის მერე თუ რა ბიჭო ეს არავის არ ყავს ნაცემი ხო და მე მინდა ვცემო ვიღაცა რომ გამომივარდეს მოგთხოვთ თქვენ იმას კომპენსაციას ჰეითი და ჰეითერები იუმორის თუ კონტენტს როგორც წესი ჰეითი ნაკლებად მოყვება შენ შემთხვევაში როგორ ხდება კაი პერიგროზი იქნება მაგრამ მას დედაუთია ჰეითი და ჰეითერებს ხო ვილაპარაკე უკვე ხო მაგრამ კითხვა ანუ სხვისი აზრი შორი ბოღმა დიდია სხვისი აზრი მკიდია გეტყვი ჰეითი და ჰეითერებს არა გეტყვი აქ რა არის მართლა გეტყვი არა ნახე გეტყვი ფოთის ვიდეოზე სხვათა შორის რომ დამეჯვა ავდექი და ესე გოიმურად გავთიშე ინსტაგრამზე კომენტარები იმდენად სუდად პირველი იყო ჩემთვის არა პირველი იყო და მე რომ ამბობდი რომ ფოთელები ესეთები ხართ ფოთელები ისეთები ხართ თუ რაღაც ანუ უზდესწობს რომ ვიყარები და გინდ ფოთი იყოს გინდ რავი ქუთაისი კაც საიდანაც ვარ მე მაგრამ მესმის რომ გაბრაზ მაგრამ მე რომ ვღადავ რომ ყოღო იყო ჯერ და მე მოაშენეს ადამიანები რომ ეჭამათ საჭმელი თქვა იმაგაზე როგორ უნდა გაბრაზ და შენ ხო მთელი ცხოვრება ტანჯული ხარ ჭამს ეს ყოღო და მე თუ მაგაზე უტრინებ რა მე ქუთაისზე ქონდა ქუთაისზე მქონდა სხვათა შორის ოღონდ მქონდა სერიოზული და გავუსწორე ყველა ქუთაისელს რატო იმიტომ რომ აი ეს რა ეს აი შეგიძლიათ გადაუაროთ ვინც ქუთაისელი არ ხართ გადამია ვაკის სახელით მე გადაული როგორ შევკავე ვიღაცამ დამიწერა ხო და მოგიტყას ყველაფერი ქუთაისზე რო არ გადაობ და ჩვენზე რო გადაობ ქუთაისზე იმდენია საღადაო ნუ კოლორიტული ქალაქია და მაგიტო აი ძალიან ბევრი ქუთაისი ქალაქია ინდუსტრიის არა მაგრამ სიყვარულის მშენებელი ეს მთავრდებოდა ჩემი ვიდეო ბურჯო ინტერნეტში და ბურჯო რეალურ ცხოვრებაში რომელი უფრო რეალურია და რა განსხვავებებია მათ შორის სხვათა შორის რეალური ვარ მგონია რა იმიტომ რომ ანუ იქ რაებზეც ვღადავ ეგრე არ ლაპარაკო არა ხო აი ეგ ნუ რამდენი კომენტარი მიწერებოდა თუნდაც აი ამ ვიდეოებზე სადაც ხალხი გაღიზიანდა რომ შენ ჯერ ლოგოპედთან წადი გაასწორე და მერე დაგვრცინე და ხალხო აქაც ამ პლატფორმაზეც სწორებული მაქვს ვიგონებ და ხუთი მიზეზი თუ რატომ უნდა იმოგზაურო სოლოლაკში არის მოგონებული სოლოლაკი მალე იქნება სხვათა შორის და დაგჭა თბილისში უყვნები კი დამრჩა სხვათა შორის უკითხავთ ის ხმას ეფექტს ადეფო და ეფექტს არ ვადებ просто ვიცვლი მაგრამ ხო ბევრს გონია დღემდე რომ მჭირდება ლოგოპედი და აი ეს თვითონ ეს საიდან წამოვიდა რომ ხუთი მიზეზი და ესე ლაპარაკი ყვებოდი და ამან იმენ რაღაცები გააკეთა და რავი აღარ მოხდა აინტერესებს ადამიანს არა მე მოსმენილი მაქვს ახლა გიცნობდი ბარაპეს და მე არ მაქვს მოსმენილი უბრალოდ ეგეთი რაღაც მახსენდება სხვების სხვისგან მახსენდება ხო და ერთი ადამიანი დებდა ვიდეოებს ოღონდ საზღვარგარეთზე და სრულიად სერიოზულად ოღონდ რომ ხუთი მიზეზი რომ რატომ იმოგზაურო ბარსელონაში მაგალითად რა ქართველი ხო ქართველი და ერთ დღესაც გამოვდივარ დიდი ღმის სახლიდან და აი მივიხედე რა საშუალება წდებოდა იქ საერთოდ ეგეთ ვიდეო ხوار გადავიღო თქო და ვიღადავ დიდი ღამეს თქო და იქ ლანდშაფტის ყველა ტიპი ვახსენო თქო რომ იქ რაღაცა თქო და აი მართლა მარშრუტკაში დავწერე ტექსტი და სამსახურს მე მეგობართან რო ავედი ვოისოვერი ჩავწერე რა და ისე გავარდა აღარ ქვია მაგას ვიღაცა შარჟი ვიღაცას დავცინა იდეაში ცნობილი ინფლუა ვინმე სახელი არ მახსოვს მაგრამ მინახავს ხო მე მაინტერესებს რავი არ ვიცი სახელი და კვერის მართლა გითხრა დედას უწევ არ მახსოვს მართლა მაგრამ ანუ დასაცინე არაფერი ჭირს მას უბრალოდ ეგ იყო ჩემი ინსპირაცია კი არ დავცინე ხო გადავაკატავე უფრო თორემ მაგ ბიჭ არ დავცინე და მე სხვათა შორის ეს ხუთი მიზეზი ძალიან ბევრმა გააკეთა და მეგობრები მწერდნენ ეი მიდი უჩილო თუ მეთქი რა უჩილო ხალხო სიტყვა არ არსებობდა ხუთი თუ მიზეზი თუ რაზე უჩილო არასდროს არ ამართლებ შანსი არა რა ვიღაც სხვა რა ვაკეთებს ნუ
არა ვიღაც ბავშვმა იყადაო რაღაც საჩხერის ერთ-ერთ სოფელზე, აი ძალიან სასწაული იყო და ძალიან საყვარელი იყო ის. თავის აქ ბირჯაზე იმას შეხვდები იქ, იმას იქ, იმის ლეილას მაღაზიაში ნისიად იმას იყიდი და ძალიან კაი ხუმრობები ქონდა. ესე ბავშვებს ევასებით ძალიან, ხო? არა. ველოდობდი რომ კი და კითხვა ყოდა მოუზადებული. რატო გადაწყვეტე რომ ევასებ? ბავშვებს არ ვას, ანუ რა ეგეთ რაღაცებს გადაობენ და მე შენ ფრაზებს ეხლა რომ ჩავედი მაგალითად სიღნაღში ვიყავი რაღაც მივლინებით და თელავში და რაღაცა შემოვიკრიბე ბავშვები და დავმეგობრდით და იცოდნენ ჩემს შესახებ და რაღაცა. მაგრამ პირობითად ჰანგრიმენი რო ჩამოვიდა აი ზუსტად თელავში თუ რაღაც რო გაიგეს რო შემოვიდა ქალაქში მანქანა მართლა ეს 100 ბავშვი აიკრიფა ამ სტადიონიდან სადაც ჩვენ რაღაც სპორტულ ივენტს ვატარებდით და გაიქცნენ ოღონდ ხო და ჩემზე ეგეთი არ ხდება რა ანუ ჩემი ხუმრობები მათ არ ესმით და ძალიან კაია ბავშვები რო არ გესმით და არც მისტორდება ხოლმე თანამშრომელმა მითხრა ერთხელ სხვათა შორის რომ ჩემი შვილი გიждდება შენზე 9 წლის მე თუ შენი შვილი რატო გიждდება ჩემზე ანუ ხუმრობას იგებს თუ იგებს როგორ უნდა გაიგოს და დიდები ვერ იგებენ კიდე ჩემ ხუმრობებს იმიტომ რომ თან ჯენზური რაღაც ტექსტები და თან შინაში მოსედიან და თან ვერ ხვდებიან ეს გაუმართავი მეტყველება რასაც კომპანიებისთვის მეგობრებო ვარ იდეალური 16 წლიდან 50 წლამდე აუდიტორია მყავს. ხო, ყიდულუნარიანი აუდიტორია. არა, მართლა ეხლა მოდი ცოტა იმებს, რაღაც ინფლუენსერებს გავუფუჭებ საქმეს. აბა. მოკლედ არიან მართლა ინფლუენსერები, რომლებიც საწყავთ ძალიან ბევრი 1000 გამომწერი, ჩემზე 10 ჯერ მეტი. ჩემზე ყავს. მაგრამ ყიდველები არა. 68. ერთნაირად ყოლია. ხო. მაგრამ მე არაფერს ვაკეთებ. და მე ძალიან ნელა მივდივარ წინ ეს ყველაფერი ფაქტობრივად 40 ავედი ერთ თვეში და მე რაც დამემატა ხო ხდები. მე მეგონა ეხა 200 რაღაცა სიტყვა. არა, მე ძალიან მაგარ ნახვებს წერდა. ხო და ერთი პერიოდი თამამად ვიტყვი რომ ხო ანუ ყველაზე რეზონანსული ვიყავი რა. 1-2 თვე მაინც, იმიტომ რომ ყველა ვიდეო ადიოდა 9 მილიონზე მაინც. ხო და რას ვამბობდი? ხო და ვიღაც ინფლუენსერებს მაგალითად აქვთ მართლა ვიდეო შეიძლება ნახონდეთ ესე სტაბილურად თუნდაც 300.000 ნახვა რაღაცა და იმ გამომწერი ყავდეთ 300.000, მაგრამ ვერ გაგიგე. მართლა იმდენად სხვა აუდიტორია და იმდენად 16 მინუს ბავშვები არიან და ამათი ფან პეიჯებია შექმნილი და აი ნუ ხარ ანუ ყველას პატივს რა თქმა უნდა მის გაწყვეტება უბრალოდ ზოგჯერ თუნდაც კომპანია აფასებს არასწორად რომ აუ იმას ძმაო 300.000 გამომწერი ყავს და შენც მაგდენს მთხოვ და არა ისე ამბობ ხა ზოგადად რამდენიმე რომ მე იმას რომ 300.000 გამომწერი ყავს აუდიტორია დემოგრაფია აქვს საერთოდ სხვა და პლუს კიდე ნახვა შეიძლება მე ბევრად მეტი მქონდეს რა მშობა აქვს მე ანუ მე არ ვარ ისეთი ადამიანი ანუ ისეთი კონტენტი არ მაქვს რომ ტიპი იყოს ჩემზე დამოკიდებული და მაგალითად აინტერესებდეს ჩემიც ხო დღეს როგორ რაკაბა ჩავიცვი აი ეს პრობლემა თუ არის რომ მაგალითად აი ვინც ქირაობს მაგისგან რომ უბრალოდ იციან რომ აი ინფლუენსერები და TikTok-ისთვის რეკლამა მჭირდება მაგრამ რეალურად აი რაღაც შეფასებას რომ ვისთან მივიტანო და რა აუდიტორიაზე გავდივარ ეგეთ ღრმა რაღაცებს ხო ცოტა მშრალად აფასებენ კონკრეტულად რიცხვებით რიცხვი ხა მნიშვნელოვანია ბრენდის awareness-ის კუთხით და ცნობადობის კუთხით ხა ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანი რომ გაიგებს თუნდაც შენი ბრენდის სახელს მაგრამ ისიც მნიშვნელოვანი უნდა იყოს რომ ვინ უყურებს იმას და ხო გამომწერების რაოდენობით მგონია რომ არ უნდა გაისაზღვროს მთლად რა უნდა ღირდეს კოლაბორაცია რა. ხო, მაგას ან მე რო უყურებ ხოლმე ხანდახან ვიღაცა რომელიც რაღაცასთან მაქვს დალინკული რომ მისი შინაარსი არის ეს და სულ სხვა რაღაც რომ ხდება მეც მიკვირს ხოლმე რომ ანუ მისგან ეს არ მაინტერესებს და თან მithumetes კომპეტენტურადაც არ ვთვლი და რა საჭიროა. ხო, მე ხას იმას აკეთებ არც ერთ პროდუქტზე შეყლები შეგვიძლია მოერგო. ახილვებს თუ რაღაცაებს, ანუ ყველა მიცის რომ ეხა მე რაღაცას თუ ვარეკლამებ, მართლა იმ არ ვშვები იმას რომ აი ჩემ შვილს გავასინჯე და ყოველ დილით ის მხოლოდ ამაწონს ჭამს თუ რაღაც დებილობს არ ვშვები, ანუ ვღადავებ ყველას და ყველაფერს და იციან რომ მე ვაცნობ ბრენდს ტიპებს და მე ესენ გამოცდიან გავუსწორდებათ, არ გავუსწორდებათ, მე არ ვეუბნები რომ აი გუშინ რომ ეს იოგურტი გავსინჯე, მაგის მერე მთელი ცხოვრება ამას სვამთ რაღაც, იმიტომ რომ არა. მე მგონი მაგის აღარებს აღარ სჭირა და რა. მე იცი რა მგონია რომ შენი პლუს ის არის რომ კონტენტ კრეატორი ხარ ისედაც და იცი როგორ უნდა გააკეთო და სხვანაირია ეგ რაც აკეთებ და აი უდიდესი ნაწილი ინფლუენსერების ერთნაირ რეკლამებს აკეთებს რა. სულ ერთი და იგივე სტილია. აი ერთი ვიღაცა რომ დაუკვეთავს რაღაცა მარკეტი, ყველას ერთნაირი ბრიფს მიცემენ და ყველა ერთნაირად ჩაწერს. ხო
ხო და ინფლუენსერების პრობლემა თუ კომპანიების პრობლემაა, რომ აი რაღაცა თვითონ აძლევენ დავალებას, ესეთი მინდა თუ რაღაც. დამოგწონ შენი კონტენტი და გვინდა 5 მიზეზი რატომ დაიმოგზაურო ჩვენთან აღვნიშნოთ უწმაწური სიტყვები არ გამოიყენო ამას შევაწყობ არ მიაყენო არც მომხმარებელს დასცინო ჩვენსას ჩვენ კომპანიას არ დასცინო და მაშინ წადი ინფლუენსერთან რომელიც გეტყვის დღეს მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ გვეშოპინგას და შევიარეთ ამის ბარათით ამაში ანუ ეგ თუ გინდა წადი ჩემთან რატომ მოდი ხარ ეხა რა როგორ უნდა ვიუზრდებო მე მაშინ რატომ მოგწონს ჩემი კონტენტი რა მოგწონს ჩემ კონტენტში მაშინ ამ მარტო უზრდება არ არის ჩემი კონტენტი მაგრამ ანუ ყოფილა ვინმე ვისთვისაც უარი გითქვა ამ სან ბიზნესის წარმომავლობის ან რაღაცის გამო მაგალითად Yandex Food-მა მომწერა 6 განსხვავებული აკაუნტით Instagram-ს. მართლა რაღაც პერიოდში მწერდნენ რომ გამარჯობა აქედან გიკავშირდებით თქვენი ფასი რა არის მეთქი რა კომპანია ხართ ხო და ბოლოს სხვათა შორის აი მაინტერესებდა ხო და მეთქი კაი თქო რა 5000 ლარი მინდა ერთ ვიდეოში თქო რა WhatsApp-ის ნომერი მომწერთ და იქ გავაგზავნოთ კომუნიკაციაო და ხიხდიდრე ანუ მაგხოძე იყვნენ რომ იხდიდნენ ახლა მაშინ რატომ მაგზავნდნენ კომუნიკაციას ანუ ფუძროს ბევრისგან გამიგე რომ იმ კონკრეტულ კომპანიას ბევრი იმიტომ რომ ყველა ჩამორეცხაც ჭირდება ყველა ეუბნება იმედი არას ნუ სხვა კომპანიებიც იყო სხვა შორის ვისაც უთხარი უარი მაგრამ რაღაცნაირად ეხლა არ მინდა დასახელება იმიტომ რომ ერთი პერიოდი ისე ჩაჭერა გაბრაზებული ვიყავი თუ რაღაც და მე ცოტა რაღაცაები რომ გადავხარშე ყველა მაინც ახლა თავს ვიტყვევთ რაღაც ბოიკოტს უცხადებთ კონკრეტულ კომპანიებს აი რა ვიცი დიდი ქსელური მარკეტები ხა იცით რაზეც ვსაუბრობთ და თუნდაც კვების ობიექტები და მაინც ყველა იქ დავდივართ ყავას ვამთ რაღაცა რა და ცოტა მერე ვიფიქრე რომ ანუ კაი რეკლამას არ ვუკვეთებ და მე შევდივარ ჭამ თავს ვიტყვევ თორე Yandex Food-დან არც ვიძახებ და არც გამოვიძახებ არასდროს ეგ არის განსხვავება ხვდები მაგრამ ხო მაინც განსაკუთრებით მაშინ ვუთხარი საკმაოდ ბევრ კომპანიას უარი იმიტომ რომ მინიმუმ ჩემ აუდიტორიასთან ტეხავდა რომელსაც გარეთ გამოდით თუ რაღაც ვეუბნებოდი და მე იმ ბიზნესის დირექტორები რომლებიც თავზე უსვამდნენ ხელს ახლა ხელისუფლებას იმათი ჭამეთ თქო ხო არ ვეტყოდი და ანუ ხერხული იყო ძალიან გიორგი ბურჯანაძე რომ პოლიტიკური მოძრაობა გახდეს რა ერქმეოდა ამ მოძრაობას და რის წინააღმდეგ იბრძოლებდა ეკლექტიკური საქართველო ერქმეოდა ამ მოძრაობას მაგრამ თუ ბურჯოა რაღაცა ეგეთ არა ალბათ ჩინარსი აქ ნიშნავს მოდი აბა ვიფიქრებ რა გაწუხებს რის შეცვლილი ალბათ ეგ იყო ვარ არც ვერც მემარცხენეს უწოდებდით თავს ვერც მემარჯვენეს იდეალურ იმას ვერ პოულობ ხო ცენტრისტი ქვია მაგას ხო მაგრამ ცენტრიზმშიც ვერ პოულობ კაკრას ანუ როგორც დემოკრატია არ არის ხა იდეალური წყობა და არ არსებობს ეგრე ხო ხვდები რა ამიტომაც ვიქნებოდი ისე რაღაც სადღაც ხალხային ცენტრში და ჩემს პოლიტიკურ ორგანიზაციას ერქმეოდა შუალა დიდი შუალა საქართველო და იმიტომ რომ ჩვენ ყველანი შუალა საქართველოს გულის შვილები ვართ და კამპანია იქნებოდა 5 მიზეზი რატომ უნდა მოგცენ ხმა ო იასნია და რა შეცვლიდი პირველი ქვეყანაში ხო აი პირველი რაღაც 5 თქვი რა შეცვლიდი რა აუ მე არ ვარ პოლიტიკოსი და არასდროს ვიქნები და ვერ ვიტყვი ესე პროფესიულად. ნახე უშუალოდ შეაცკაწოს აი ძალიან ყველაზე მეტად რაც მაწუხებს არ ვიცი არ დავტოვებდი ესე ხილაკზე დაჭერით თუ შეიქნებოდა შესაძლებელი არც ერთ მშიერ ბავშვს ქვეყანაში და მე უკვე სხვაჯერს არაა შეუძლებელი ეკონომიკური რეფორმის გატარება სრული არ არსებობს უბრალოდ. ხო. ნუ პრინციპში საქართველოში კი არა თუ გლობალური ომის პარტიის ლიდერი ვიქნებოდი, მაშინ შევცვლიდი მთელ მსოფლიოში მაგას, რომ არც ერთ წერტილში დედამიწის არ ემშიმშილად ბავშვებს და იმიტომ რომ ბავშვია რა, იმიტომ რომ ანუ არაფერი დაუმსახურებია, ანუ მე რო ვიშიმშილო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ცუდ ქვეყანაში ვცხოვრობ, მაინც მგონია, რომ ადამიანი თუ გაანძრებს ფეხს და ხელს, არ იშიმშილებს რა, წავა და მართლა ბოსტანში გაზრდის პომიდორს და შეჭამს და ანუ ბავშვი უბრალოდ კი, ყველაზე ბავშვები და მოხუცები ამ ქვეყანაში ზოგადად ყველაზე უმწოვები არიან და რომლებსაც დახმარება ჭირდება. ბავშვმა რა დააშავა, რომ სტატისტიკურად ყოველ მეოთხე ბავშვშია. მაგას შევცვლით მოკლედ. ეს კარგი. Red flag-ების და იქების ტყუობაში როგორ აძლიერებს გენდერულ სტერეოტიპებს მსგავსი ტრენდები და მაინც შენთვის red flag-ი რა არის? ხო ძალიან აძლიერებს კაცს. მე მაქვს ვიდეოც ჩაწერილი ამაზე, არ ვიცი, გაქვს თორე ნანახი, აი
ძალიან სოფლელობა მეც რა მოჩაწერე ის მაგაზე სხვა რა ვთქვა რომ აი რაღაცა red flag-იაო ვიღაცები ამბობენ ბიჭი რო Google Maps იყენებსო ეგ ხო რას გადაობა ნიშნავს შეიძლება არ ვიცი კაი რა არ ვიცი red flag-ია რომ ბიჭი რო ხო აი ცოტა სასაცილო ხარ რაღაც მოჩ მეც გამეცინა აი ბიჭი რო ესეზისო რა გასარუჯათო და რაღაც მოჩ გამეცინა მეც და სასაცილო ანუ აი თვათ ესე რო შვები ხა და ამეებშიც და რაღაცა მაგრამ red flag-ი რატოა ტიპს უნდა რომ აქ შავი აქ რო შავი აი ჩემსავით რაღაცეები არ დაემართოს მე რა გამოაჩინე ძალიან დავიწვი რა გამოაჩინე რა გამოაჩინა დავიწვი ძალიან ძეზე იუ იქი ბიჭი რომ ზეზე აი დაიწყება ბიჭი რო კანს იფურცქნის პირიში ბუახერ ხე ხო და ის რა ქვია ბიჭი რო იფუჩქნება ის უკვე ოჯახი შეიშვება აი არ ვიცი ხო რაღაცაები ძალიან სექსისტურია ყველანაირი red flag-ი და იქი სექსისტურია რაც რაღაც ძალიან ღირებულებითი არ არის რა ხო კი და თან ბავშვები უყურებენ ამას ანუ შეიძლება ის გადაოს რომ ესე რო ირუჯება ოკეი მე მაგრამ გადაობა ფილ არ იცის მაგრამ მაგას ხო 12 წლის ბავშვი ის რაღაც დებილებებიც მინახავს ახლა ვერ ვხსენებ red flag-იაო გიორგი რო ქვიაო ძალიან კაი იყო ერთ-ერთი ეგ იყო ყველას გიორგი ქვია უსერ red flag მე red flag-ები მაქვს იმას რა გითხრა ხა რა გუცვალო ყველას გვაქვს მაგრამ მაგის სახალხო ლაპარაკი ჩემს არ შეიძლება მაგრამ ეხა გითხარი ჩვენ ამისთვის უნდა მიხედა ფრჩხილებზე ჩემი red flag-ებია აი ამ ხელა ფრჩხილები აი რა ვქნავ ხო აი ჩემი მაქსიმუმი ხო და პლუს რაღაცაების დახატვა რა ჰა რაღაცაების დახატვა ხო ანუ ვისაც რა უნდა მეგობრებო დაიხატოს რაღაცა არ ვიცი მეც ეხა არაორდინალურად შეიძლება არ ვიცვამდე მაგრამ ზოგისთვის არაორდინალურად მაცვია ხოლმე რაღაცაები და პირდაპირაც დამცინიან ხოლმე და თვალებით რომ ავაშტერდებიან იმაზეც მაგრამ აი ამაზეც ხარ მინდა ამოწიო არ ვიცი რა არის ამაში არაორდინალური ხო თემ სოფლიოს სტატის მაგრამ ჩემ კიდია რა თქვათ მაიც ის არის არა ნუ დაიკიდე კიდია და ჩუსტებით ჩუსტი და წინდა ხო პირკენები და წინდა ჩუსტი ფლოტები ხო და აი შლოპანცებზე რო ჩაგეცვალ მე შემოხედავდი შლოპანცები და წინდა არის ხო და ვისაც რა უნდა მართლა ისაკეთოს მაგრამ მე უბრალოდ მე რომ გოგო ვიყო მაგას არ გავიკეთებდი ხო აი ეს გასაგებია შენ თვითონ თუ გაქვს რამე აი red flag-ების გამო ბავშვობიდან რაღაც ჩარჩენილი სტერეოტიპული კომპლექსი უცნაური ოღონდ მე ვიტყვი თუ დაჩევსას და იქ შევხვდე ძალიან უცნაურია ამას ბევრი ასე არ თulis მე თვითონაც არ მომწონს და თან ვიცი რომ აბსურდია ეხლა რას ვიტყვი და სამარცხვინო მაგრამ არც ხვაზე მომწონს და არ რჩევ თავზე აი ზღვიდან ანაუზდე რომ ამოდიხარ და გალუჯებული ხო და ძარო კაკალებ რა თუ გწივარ უჩატი იქ არ გაჭერდი აი არ მევასება რა არა ხო არ ვიცი ეგეთი რა იქ ჯაუნდა შეგცივდეს ეხლა თუ გეყინება ჭუჭუები ამოდი და ნუ ხარ შიგრით ანუ რესეროზი ხარ მოკუტოდი ბიჭებს არ უხდებათ რა ახლა ბავშვობიდან ბიჭებს ნუ გწივათ ანუ გწივათ ესეცა ვერ მე ეგეთი არაფერი არ მახსენდება რა ყველაფრის მიღება შემიძლია მე მგონი აი ჭხილებს ნუ იჭამენ აი ეს არ შემიძლია რაღაც მეც ვიცი ეგ red flag-ი არ არის არ ვიჭამთ რომ რაღაც სხვას ვაკეთებ მაგრამ ნუ ხო red flag-ია ძალიან დიდი ის კანის მოჭმა არ აუშავს ან რაც ნუ მე ვაკეთებ რა ეს რაღაცა ვისწორებ თუ რაღაც აი ამებს და იქლიბა არ ანუ მოჭმული ჭხილები არ მაქვს მაგრამ ანუ ვიქლიბავ იმენა ვიქლიბავ რა მაგრამ red flag-ია კიდე ნეტა გადავეჩვიო ოდეს მე მაინც 29 წლის კაცი ვარ ახლა და იცი რა მქონდა აი ცხვირში რო გაჭედილი ხარ და სალფეტკში ხო შეგიძლია თქვა იმიტომ რომ უბრალოდ ისუნთქო და არ გააკეთე პირიქით რა ხოჯები რა აი მაგის გაკეთება ძალიან მიტყდებოდა იმიტომ რომ რაღაც ხო მესმის ხლებოდა აუ ეხლა მე ხალხში ვერ ვაკეთებ მაგას უზრდელობა ხო მე ვაკეთებ ეხლა მკიდია ანუ შეხვედრაზე არ ვიზამ ხო ხვდები რაღაც ბოდიში და გადავწყვეტ არა ზარბუნებრივია მე არ მაწუხებს ხო ვაკეთებს მაგრამ მე მე არ მიმიქცევი არასდროს რომ ვინმეს რო გაკეთო ანუ ჯობია რო ქნა იმიტომ რომ ის ჯობ ის რო ტეხავს რომ აი შეაკეთე რა ცერია ნამდვილად ესე იგი ჰიგიენასთან დავედით მაინც ხო რაღაც ეგეთი მაგრამ აი ნუ ეხა საზოგადოებრივ რაღაც მოსულა ხო ეხ ფაქტია რავი გერმანიაში საფრანგეთში თითქმის ყველგან ზოგ რეგიონების მიხედვით ნუ ყუება და ბოყენი და რაღაც ნუ ჩემეზით არა იმიტომ რომ ცუდი სუნი აქვს ყველაფერს რო თავი დაანებო რა და აი როცა ვჭამ ცუდი სუნი რატომ და იგივე რა ეხა ტუალეტის სუნში ვჭამო რა პონტია ანუ ტუალეტის სამძრო ერთად გავაკეთე აი რა ებზობ აზრობთ შიქ ხო არ გვაქვს ჩვენ
აი, სად მივედით? Netflix-დან ტუალეტში ჭამამდე. შენი აზრით, როდის ვინ არის გოიმი და როგორ უნდა დააღწიო გოიმობას თავი? მაგრამ ძალიან ხშირად ვეძახი ჩემ მეგობრებს გოიმებს რაღაცის გამო, ძალიან ხშირად ვეძახიან ისინიც გოიმებს რაღაცის გამო. ძალიან სიტყვის ლექსიკონში მაქვს, რომ ეგ გოიმობაა და რაღაცა, მაგრამ რო რამე მართლა რაღაც პონტში გოიმობა, ანუ გოიმობისთვის სახელის დარქმევა ალბათ უფრო გოიმობაა, მაგრამ აი, ანუ არასწორი სახელი მგონია გოიმობა რა, ანუ უგემოვნობა მგონია სწორი სახელი. მაგალითად, შენ რო გისწორდება, არა, მუსიკალურ უგემოვნებაზე წავა, აი მაგალითად ხო, აი გოიმობა პრინციპში ხა ისეთი მუსიკები გამახსენდა. ერთი განმარტება რაღაც აი მაგალით რომ მოიყვანო, აი როგორ იყო კითხვა ზუსტად? გოიმობა რა არისო თუ რაღაც შენთვის? გოიმი ვინ არის გეტყვი? თქვენ? ვინ არის? გოიმი არის ის ადამიანი რაღაცებს რო აკეთებს ისე რომ გოიმობა არ მოეჩვენოს ხალხს და რეალურად არ უნდა მაგის გაკეთება, მაგრამ იმიტომ აკეთებს რომ გოიმი არ გამოჩნდეს. აი ეგ უეჭველი გოიმია ჩემი აზრით რა. კი. აი მაგალითად ხა არ ვიცი თმები ცოტა სხვანაირად მქონდა მანამდე რა და აი ვიღაცნი დედაჩემიც ტიციან ტაბიძეს მეძახდა და რაღაცაები და აი მე რო ის მომენტი მეგრძნო რომ უიმე საზოგადოების ბევრმა ნაწილმა სტრანად მიიღო ჩემი ის და გოიმობად ჩათვალა დიმა ბილანს თუ რაღაცას მეძახდნენ რადგანაც უკან გზერეთმა მქონდა და მე რო ამის გამო გადამეპარსა მაგარი გოიმი ვიქნებოდი ხო მე კი გეთახმები და ან პირიქით რაღაცა რო არ გოიმი ვარ ძალიან შენი რო არ არის მაგრამ რო აკეთებ იმიტომ რომ მოდდაში თუ რაღაც ჩანდებაში რო ძალიან ბევრ რამეში ვარ გოიმი რეალურად მართლა რა და განსაკუთრებით ახალგაზრდობას რო ვიხსენებ ძალიან გოიმი ვიყავი მაგრამ ეხა ამ პერიოდსაც რო გავიხსენებ გოიმობა და კრინჯობა კი ეს სხვადასხვა ხო არა კრინჯობას ხო ჩემთვის ვინ აიცი გოიმი ადამიანი რომელიც რაღაცას არ წარმოადგენს ან ინტელექტუალურად ან შესაძლებლობების თვალსაზრისით ან გამოცდილებით და თავი მოაქვს იმაზე მაღლა ვიდრე არის რა. ამბიციური. აი ვიღაცა რომ მოდის ახალი სამსახურში და მშრომელი და შენზე მაგარი რო უნდა რომ გამოჩნდესო და აი ნოლი გამოსილება რო აქვს და ცალსახად რო არ არის. აი ეგეთ ტიპებთან ნო. კი, ეგენიც გოიმები არიან ბაზარია რა. მაგრამ აი რაღაც პუნქტში აი ცოტა ამაზე ლაპარაკი გოიმი ვინ არის და არ არის მე სტრანება რა. იმიტომ რომ მართლა ძალიან გოიმი ვარ ძალიან ბევრ რაღაცაში. თუ კი ესე სიტყვის ფორმულირებას ესე ავიღებთ რომ გოიმი ჩემთვის რასაც ნიშნავს ზოგჯერ ვარ ხოლმე რა. ერთი მიზეზი რატომ უნდა გამოგვიწერონ? გამოგვიწეროთ თუ დაგასაბსკრაიბ. ხო. ერთ ეგივე რა. შენ გაქვს YouTube-ი? და YouTube-ს მაყურებელიც არ ვარ. მართლა? და შეიძლება ეს პოდკასტიც გადახვევებით ვნახო. იცი რა მე რას უყურებ? ერთი კითხვა მაქვს. აი რას უყურებ? აი იმდენად რაღაც როცა დრო გამომიჩნდება მაშინ ავსკროლავ, ალბათ ყოველს გაიარ TikTok-ი ფილმებისთვის რო არ მრჩება, არ სერიალებისთვის, წიგნებს რამდენი წელი აღარ ვკითხულობ, ბავშვობა არ გადაიღოთ, იკითხეთ თქვენ. არ ვიცი, იმდენად მართლა ცოტა დრო მრჩება, ხო წუწუნებ, მაგრამ მართლა ბევრ მუშაობ, რომ ეგ დრო მირჩევნია, რომ მეგობრებთან ერთად გავატარო, რაღაცა action-ში ვიყო, ვიდრე პირობითად დავჯდო და ვიღაც ხვის ისტორიას ვუსმინო, ხვდები? და საყურებლად მირჩევნია 1 წუთიანი 1 ამასუნ თქვით რომ იყურება რაღაცაები. და ეგეთი არის TikTok-ი. ეგეთი არის TikTok-ი. ოკეი, მადლობა სტუმრობისთვის და ხვდების. როდის დაიდება? არ ვიცი, აგვისტოში. აგვისტოში. ყველა რო ისვენოს მაგ დროს დავდოთ. შეიძლება engagement-ი დაბალი იყოს, მაგრამ სამშობლო